მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის, ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ახარ გითხო. უფლის წყალობით, რა ვიცი. შეტევების ფონზე როგორ ვიქნები, ხო იცით საქართველოს როგორ ხდება. გამარჯობას რო იტყვი, შეიძლება ის წარმოეწონოს, შეიძლება მანდაც სიჭვის თვალით დაიწყო ხოლმე ყურება. ამაგას აღარ ვახცევ ყურადღებას. ის ადამიანები ისევ თავიანთ დაჭუჭში დარჩენილი მირჩევნია და მე საქმე ვაკეთო. მოდი, ამაზე დავასრულებ, მეც აღარ ვიტყვი. კობა რა მინდოდა, იცი მეკითხა, კი პოლიტოლოგი ხარ და მიყვარს შენთან მსოფლიო თემების განხილვა, მაგრამ დღეს მინდა საქართველოს დავიწყო და იმ ვიდეოთი დავიწყო, რომელზეც შენც გქონდა ძალიან მკვეთრი პოზიცია და რეაქცია. შენი Facebook პოსტიც ვნახე და მინდა გკითხო, რა დაემართა რა დაუმართეთ ჩვენს შვილებს ისეთი, რომ მე აქ უფრო მქონდა რეაქცია არა ტელემედია საშუალებაზე, აქ უფრო რეაქცია მქონდა იმ ბავშვებზე, რომელსაც თავის მეგობარი მათ თვალწინ დაეცა, წაიქცა და მათ რეაქცია არ ქონიათ სიმღერა განაგრძეს. რა დაუმართეთ ჩვენ შვილებს ასეთი, რა უბედურება დაუმართეთ, რომ აი ესეთი მდგომარეობა მივიღეთ, რომ ურეაქციოთ არიან, ერთმანეთის ტკივილს არ იზიარებენ დღეს ბავშვები. თეკლა ჩემო ძვირფასო, რა გითხრით გაგახარო. უპირველეს ყოვლისა მინდა ჩვენ დღევანდელი ეთერი და საუბარი დავიწყო იმით, რომ უპირველეს ყოვლისა მინდა მიუსამძიმრო ბატონ გულბაათ რცხილაძეს, რომ გავიგეთ დღეს, რომ მისი მამა გარდაიცვალა, თურმე ძალიან საპატივცემული ადამიანი, პატივცემული ბატონი, რომელიც აი როგორ ვთქვათ, აბა, აი ეს არის იმ სახელმწიფოს ბჭყალებში დანაშაული, რომელსაც ქვია დღეს საქართველოს რესპუბლიკა თუ საქართველოს სახელმწიფო თუ ხელისუფლება თუ მთავრობა, ვისაც სიკვდილამდე მიყავს ჩვენი თანამემამულენი, იქნებიან ეს ბავშვები, იქნებიან ეს ახალგაზრდები, იქნებიან ეს უცხოეთში გადახვეწილი, ანუ ესე ვთქვათ, ასე ვთქვათ, აი იძულებული როგა წასულიყო საქართველოდან და ამასაც შევეხები, რომ ლუიზიანაში დაიღუპა მამუკა არჯმელიძე ჩვენი თანამემამულე. ეს კიდე ცალკე უბედურება და ტრაგედია, მინდა ასე მიუსამძიმრო მის ოჯახს, რომელსაც 13 წლის ახალგაზრდა იყო, ვინაც არაფერს არ აშავებდა და იმის საემიგრაციო დაჭერილ ციხეში გარდაიცვალა. და ასეთი მდგომარეობა არის, ანუ ესე იგი ხდება გენოციდი და ეს გენოციდი ვრცელდება და ეხება ყველა აშრეს, ყველა ასაკის ადამიანებს და ის არის მრავალწახნაგოვანი. აი მაგალითად ბატონ გულბაათ რცხილაძის მამა ალბათ ვივარაუდებ ხერთვა კათერში ამყოფოს და ალბათ ბოლო წვეთი იყო მისთვის მუსენი ჰქონდა ისედაც ადამიანს და წარმოიდგინე რა ტკივილით გაუშვეს იმ ქვეყანას და აი ეს რის გამო და რისი გულისთვის აი როგორ ექცევა ჩვენი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჩვენსავე მოქალაქეებს და მე აი შედეგი სახეზე არის, ხო? ამიტომ მიუსამძიმრებ შეჯერობით გულბაათს აპროსკოლსა ბატონ გულბაათს მიუსამძიმრებ ის ახლა ესეთ მდგომარეობაშია, რომელიც გაიგონებს სამჩემის სამძიმრებას, მაგრამ ავი ალბათ მორალური ხარჯა მაინც და მისი თხოვნა თუ კი რამე თხოვნას ესენი კიდევ ყურად იღებენო გასვენებაში მაინც გაუშვან ადამიანი რა ამისის დასაფლავებას. რაც შეეხება ახლა იმ თემას, რომელიც ჩვენ წამოჭერი რა ჭირს ჩვენს ბავშვებს, აი ჩვენი ბავშვები რა არიან? აი ჩვენი ბავშვები არიან ის სარკე, რომელიც აი საზოგადოება რო ჩაიხედავს, აი ამ სარკეში ბავშვები იქნება ის სურათი, რომელსაც დაინახავს და რომელიც ასე ვთქვათ, იქნება ჩვენი საზოგადოების სურათი, გამომხატველი ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის, იმიტომ რომ თუ კი ბავშვები ვერ აღზარდეთ ჩვენი მრავლია. თუ კი ბავშვები იმეორებენ იმ მოქმედების პატერნს და იმ ასე ვთქვათ ქცევებს და იმ ასე ვთქვათ ღირებულებათა თუ ღირებულების არ ქონის ნაკლებობის გამოხატულებას იმეორებენ ისევ მათი მშობლების და მათი უფროსი თაობებიდან დანახულს და გაგონილს და ან შესწავლის ან არ შესწავლის, ხო? ამიტომ ახლა იმას საუბარი რომ აი ეს რა თაობა იზრდება, ეს ბავშვები რა ასე რო ისე რო და ბევრმა დაიწყო ბავშვებზე რო გადაკავთ, ესე იგი რა ქვია აქცენტები და იმათ რომ ახლა ისინი გინდათ გამოიყვანოთ რაღაც დამნაშავეებად და ვითომ რა განტევების ვაცებად, კაცო. ის ბავშვები ჩვენ საზოგადოებაში არ გაიზარდნენ და ჩვენი შვილები არ არიან. და ჩვენი საზოგადოება როგორ იქცეოდა ბოლო წლების განმავლობაში.
რომ ბავშვები სხვანაირად მოიქცნენ. აი, ეს სურათი, როდესაც ბავშვი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ეცემა და შეიძლება მოკლეს კიდევ ასწრაფ იმას დროზე დახმარება არ გაუწიეს იგვიმყოფებმა. და გუნდი, აი ქორო მღეროდა, ხო, დიდი გუნდი, მოდის და ცხვრის ფარასავით აგრძელებს თავის თავარ საქმიანობას პრინციპით show must go on, რომელიც ჩაგვინერგეს ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო 10 წლების განმავლობაში. თუ ესეთი რამე ახდებოდა ჩვენი თაობების დროს, ჩვენი ბავშვობის დროს ასეთი რამე არ იყო და არც არავის არ ახსოვს ერთმანეთს ეგრევე ყველა და ერთმანეთს აცოცხლებდა და აძლევდნენ ხალხი და დახმარება იყო პირველი. დატო იცი? ჩვენ ვიზრდებოდით კიდე მაშინ ახლა შენ რაც უნდა აგინოს საბჭოთა კავშირის აგინებთ 35 წელია. და შედეგი არის ეს რომ ბავშვი დაეცა და არავინ არ დაეხმარა. და კაი საბჭოთა კავშირი შეიძლება იყოს საკრიტიკო და საგინებელი, მაგრამ იმაზე უკეთესი რა შექმენით თქვენ 37 წლის განმავლობაში. როდესაც თუ კი ესე იგი მაშინ იმისი გაგება მაინც იყო რომ რა არის უმთავრესი ღირებულება საზოგადოებაში, დღეს არანაირი ღირებულება არ დარჩა აბსოლუტურად. და ის რომ ესე იგი მოჩვენებითად 6 წლის წინ აი გავიხსენოთ ის დრო, როდესაც მთელი ჩვენი ეწოდებული ელიტის წარმომადგენლები, მეცნიერები, ჟურნალისტები, მუშკეტერები საზოგადოებას უკითხავდნენ ლექციებს იმაზე რომ თურმე ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულებაო და ამიტომ უნდა ჩაუკეტოთ მთელი ქვეყანაო და მართლა ცხვრის ფარასავით დააყენეს მთელი ეს ჩვენი ხალხი, ააკრეს პირბადეები და ვითომ ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნავდნენ აი ამ ეგიდით აი ამ მოტყულებით პირიქით ადამიანის სიცოცხლე ჩააგდეს საფრთხეში და ამას უნდა მოგვიანებით ვისაუბრებ. დღეს და ამ ბოლო დღეებში ძალიან ვირუსულად ვრცელდება ბოლო დროს კორეაში, სამხრეთ კორეაში ჩატარებული კვლევა, რომელიც აჩვენებს ძალიან შემაშფოთებელ სტატისტიკებს სიმსივნურ დაავადებათა მომატებისა, სწორედ 10 წლთა ჯგუფში იგულისხმება ცნობილი ვაქცინებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაცინების ჯგუფში. 10 წლთა ჯგუფში. ეს ატომ მოხდა და ეს როგორ დაუშვა საზოგადოებამ, რომ ეს მოხდარიყო? ანუ ადამიანის სიცოცხლის დაცვის ეგიდით, სწორედ აი ამ ლოზუნგით და ამის საფარქვეშ მოხდა სწორედ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ძალიან ბევრ შემთხვევაში სამწუხაროდ არა მარტო საუბარი ახლა არა მარტო სიმსივნეებზე, არამედ მაგალითად თრომბით გადაცვლებზე რო არის ახლა კიდევ ერთი ამბავი რომ რატო არის რომ ყოველ დღეს გვესვით რომ ვიღაცა თრომბი და ესა ვითომ ახლა ვიცით ახლა ატომარი და რას მოყვა ეს თრომბების გამოძახილია. ახლა მაგის კიცებას არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია რომ სტატისტიკა მომატებულია და ფაქტია რომ საზოგადოება, რომელიც თავს უფლებას აძლევს აი ამ ვაჟბატონებს, რომ როგორც ცხვრის ფარას ისე მოექცეს, განწირული არის იმისთვის, რომ მე ცხვრის ფარასავით საფრთხეოდ აი ამ ბეკეკოებს და ბოდიშამს თქოს, მაგრამ ესე უცხოად მოუწევთ დაკლა სასაკლაოზე. და ამას უკეთებს ახლა, ამას აკეთებს და ახორციელებს ჩვენი მთელი ამ ბოლო დროის განმავლობაში გენოციდი ხორციელდება მრავალი შრეებით და მრავალი ასე ვთქვათ სხვადასხვა ინსტრუმენტებით და საშუალებებით და აი ეს სურათი, სიმბოლური სურათი, წაქცეული გოგონა და გაგრძელებული შოუ, გაგრძელებული სიმღერა, გაგრძელებული რაღაც წარმოდგენა და არავითარი ემპათია. არავითარი იმისი გაფიქრებაც კი რომ ჩვენ ახლა რაშვებით რა უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი შოუს გაგრძელება, ჩვენი საერთო საქმე, რომელსაც ქვია აი ამ ტელევიზორში სიმღერით წარმოჩენა ჩვენი გუნდისა, რისთვისაც რა თქმა უნდა თვეები ალბათ ვივარჯიშებთ და ვიწვალეთ, თუ ერთი კონკრეტული ჩვენი ძმის თუ დის თუ თანა მოქალაქის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობა და მისი ზრუნვა. რა არის უბედურებათ ეკლა? აი ამ ბავშვებს არავინ არ ყავდათ. აი მთელი თავისი რა 10 წლის იქნებიან თუ 9 თუ 8 თუ აი ამ დროის განმავლობაში არავინ ამ ბავშვებს, არც მასწავლებელი, არც პედაგოგი, არც ამ სიმღერის მასწავლებელი, არც რეჟისორი, ვინაც რაღაცას ეკეუნებოდა და უდგამდა რაღაცა სცენებს, ხო? არც მღვდელი და არც მოძღვარი და დედას და ამაზე საუბარი დედმეტია, რომელიც ასწავლიდა ბავშვებს. უნდა ქონოდათ ბავშვებს ფუნდამენტი, რაც არის ჯერ რომ ადამიანად იბადები, აი ეს არ ასწავლეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ეკლა, აი ამ ბავშვების საქცელი არის ერთ-ერთში იმეორებს ჩვენი საზოგადოების სახეს და ჩვენი საზოგადოების ქცევას ყველაფერში აბსოლუტურად. იმიტომ რომ აი ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად, როცა კვდებიან მაგალითად მეშახტეები მაღაროებში.
ხო, როცა კვდებიან ჩვენს იგივე რაღაცი საავადმყოფოებში შეყვანილი ხალხი, რომელთაც კლავენ იქ და ჩვენ ვიშვიში ერთი დღის ვირა მოკლა ასე ახალგაზრდა ტრომბი რატო დაემართა, მაგრამ არანაირი რეაქცია. არანაირი გამოძიება იმისი რა მოხდა 2022 წლებში მაგალითად და ამდენი ადამიანი რატომ დაგვიღუპა და რატომ მოგვიკლეს. ხო? და აი ამის გატარება და გაგრძელება ყველაფრის სხვარივით ძოვა თავისი საძოვრის ოღონ მე ესე იგი გავალზელო და იგივე არის აი ამ სიმღერის გაგრძელება იმის ფონზე როცა ბავშვი შეიძლება კვდებოდეს შენს გვერდით. იმიტომ რომ ემპათია არ არსებობს საზოგადოებაში. და როცა საზოგადოებაში მთლიანად არ არსებობს ემპათია, ბავშვები ამას გრძნობენ და იმეორებენ იმ პატერნს და იმ ქცევას, რომელსაც უყურებენ საზოგადოებაში. მთავარია მაგათთვის, იმიტომ რომ დაინახეს საზოგადოებაში, მთავარია რაღაცა მიზნების მიღწევა, მთავარია რაღაცა მოჩვენებით ეფემერული წარმატების მიღწევა გუნდურად ერთად აი მთელმა საზოგადოებამ ჩვენ ახლა მოვიდომოთ და აი დავამარცხოთ კოვიდი მაგალითად, ხო, აი ამ ლოზუნგით. და აი ამ ლოზუნგით ადამიანის სახის დაკარგვა. და ის რასაც ატყუებდნენ ხალხს ვითომ სიცოცხლე და ადამიანის სიცოცხლე მთავარი ღირებულება იყო და უმალავდნენ და დღემდე რამე არის ეს ხო ყოველთვის ამას ვიზახი მთავარი ღირებულება არის ადამიანის ღირსება და დღეს და ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულში ჩამოართვეს ღირსება დაავიწყეს ეს ცნება რას ნიშნავს ღირსება და აი ამ ღირსებაში რა უნდა გაიგოს ადამიანმა რას უნდა ვაყენებდეთ ეთიკურად ყველაზე მაღალ აი პირამიდის ცენტრში პირველ ადგილზე და მე იმის ქვევით შეიძლება სხვა რაღაცეები დავამწყრივოთ როგორც იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ სიცოცხლის გადარჩენა თუ სულ უფრო ქვევით კიდე რა თქმა უნდა რაღაც წარმატება და რაღაცის მიღწევა იქ რა ქვია შენ პროფესიულ საქმიანობაში მაგრამ აი როდესაც არც თეორიულ დონეზე და არც არასწავლიან ჩვენთან ეთიკას და იმას რომელ ღირებულებს და რომელ მორალზე არის საუბარი, ეს არის სწავლება და არის სწავლება აღარც ოჯახებში, იმიტომ რომ ოჯახები მოარყიეს. იმიტომ რომ დედები გაქცეულები არიან ათენში და რაღაცა საპრეზიდენტებში და ესპანეთებში და გერმანიებში რომ ფული გამოაგზავნონ და გონიათ რა მეტი სხვა გამოსავალი არ ქონდა ამ ხალხს. მეც წამოვედი თავის დროზე მაგის გამო ალბათ თორე რა ვიყავი, ვასწავლიდი მათ შორის თბილისში უნივერსიტეტში და მეც მინდოდა რომ გადამეცა აი ესა ცოდნა ჩემი სტუდენტებისთვის, მაგრამ დააფასა საზოგადოება. არ ჭირდებათ ჩემნარი ესენი რა ქვია პედაგოგები და ჩემნარი ლექტორები და ჩემნარი დოცენტები ამ ქვეყანას. რატო აჭირდებათ იცი? აი ეს უნდათ რომ დედა უტინონ, რომ დედა დააქციონ ეს საზოგადოება. ამიტომ აჭირდებათ ჩემნაირები და ამიტომ არის ეს მდგომარეობა რაც მოვიდა დღემდე, იმიტომ რომ ჩემნარი პედაგოგები არ ჭირდება ამ საზოგადოებას, ჭირდება ადამიანების საბოლოო გამოთაყვანება, ოჯახების მოშლა, მშობლების გადახვეწა, ერთი ნაწილის მაინც რომ რაღაცა ესა მეორე ნაწილი სულ უნდა იყოს ილდე საღამოს რაღაცა იმუშაოს და ბავშვები ვის ხელშია, კაცმა არ იცის. ვის ჩავაბარეთ ეს ჩვენი შვილები. იქნ კიდე რასაც სწავლიან, ვისი გაიდლაინები და ვისი გამოგზავნილი NGO-ების შემოგდებული და ასევე დასავლეთიდან ზირთად წამოსული რაღაცა პროგრამებით რასაც სწავლიან და რასაც სწავლიან და იქ უნარჩვევებს ვასწავლიან. უნარჩვევებს ვასწავლიან ამ სკოლებში. და იმ უნარჩვევებში ერთი ის არის აზრი და რა ქვია მას ზნეობა რო არ არის ჩადებული არაფერში. და ზნეობა დაკარგა ერმა და ამაშია ჩემი მთელი უბედურება ჩემ უძირფასო თეკლა და ამას შენც გადაგხვდები რომ აი ეს არის ესე იგი მეტი უარესი რა უნდა დაემართოს საზოგადოებას რაც ჩვენ ვიხილეთ აი ამ სურათებით და მე გვიკვირს რომ აი ის რატომ მოკვდა ასე უცაბეთად ახალგაზრდა მანამდე რა ხდებოდა მას არ უყურებდით არც პასუხს არ თხოვთ არავის ხო ქუჩაში არ უნდა გამოდიოდეს თერიერი და ბეროცას რაღაცა ხდება ქუჩაში გამოდიან 1000-ობით კი არა 100,000-ობით როდესაც რა ვიცი ესე იგი რაღაცა სიაფანტ შემოგდებულ რაღაცა ამბებზე და სიმბოლურ რაღაცაზე რომ აი სიმბოლურად რომ აი ჩვენ ერთად გავართ და როცა საქმე შედება მაშინ გამოსული ხალხი არის მიზერული რაოდენობა ეს არის ერის ფაქტიურად განადგურება ერი აღარ არსებობს და ეს ამისი თავი და ბოლო ამ პრობლემის და ხედავთ რომ აი ჩვენგან წასული გაქცეული კი არა რა უბედურების და ბედის რომ ტრიალის გამო აი მამუკა არქმელიძე რომელიც არაფერს არ აშავებდა რანაირი კრიმინალი ის არისო და დაიღუპა ლუიზიანაში იქ დაიჭირეს იმის გამო რომ იყო ვითომ არალეგალურად შესული ამერიკაში ეს მოგვიტანა ამერიკამ და მაინც კიდე რო კითხო ჩვენ შინევროპლებს მაინც უნდა იძახოთ რომ აი აშუშობდა დასავლეთი და ევროპა კაია მეც მაგი ვიცი ევროპას აქვს ძალიან ბევრი კაი რაღაცა და მე მადლობელი ვარ ევროპის და გერმანიის რომ მე რაც ჩემ აქვეყნებამ არ მომცა საშუალება მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ვეცადე მათ გერმანიამ და ევროპამ მომცა საშუალება რომ ჩემი თავის რეალიზაცია მომეხდინა მაგრამ საქართველოს ამითი რამე პლუსი ემატება იმის გარდა რომ ჩვენ რაღაცა ორკაპიკს ვაგზავნით და ბიუჯეტი ივსება და იმ ბიუჯეტით მე კიდე ჯიბებს ივსებენ ჩვენ თავრობაში მომჯდარი ბაჟბატონები და ქალბატონები მაგრამ საზოგადოებას და ერთს ამითი რამე ეშველება ხალხმა აი ამ გამოგზავნილი ფულით აი უბრალოდ რომ აი ამ გამოგზავნილმა ფულმა ვერ მოახერხა და ვერ შეძლო იმ ბავშვების აღზრდა ადამიანებად.
რომლებიც დგანან და აგრძელებენ სიმღერას, თუმცა მათი თანატოლი არის დაცემული და კაცმა არ იცის სუნთქავს თუ არ სუნთქავს. ეს ბავშვი შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანი შვილი ყოფილიყო ხალხო. ნებისმიერ ჩვენთაგანი შვილს შეიძლება ესე მოუვიდეს და კაცის შვილი არ იქნება გამკითხველი, იგლუ და ხელის გამძლევი და გადამრჩენი და მშველელი, იმიტომ რომ ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია. ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე მთელ სოფლიოში ვხედავთ რომ სიგიჟეშია შესული მთელი სოფლიო, ვხედავთ რა პროცესები არის ჩრდილოეთ ირლანდიაში. რა პროცესები არის გინდა თუ გინდა ზოგადად დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, გერმანიაში ახლა. და არა მარტო პრინციპში ალბანეთში როგორი პროტესტები არის. ალბანეთს კიდე ვერ შევედარებით, იმიტომ რომ ალბანეთში მთელი ხალხი ადგა და გამოვიდა იმის გამო რომ ჯარედ კუშნერი აი ამ ტრამპის სიზე და მისი კნეინა აი ქალბატონი ისე რა ქვია დონალდის ქალიშვილი აღარ ამბობს ხო იმისი შვილი ყიდულობდნენ იქ კუნძულს კაცო რა რომელიც არის ბუნებრივი დაცვის ქვეშ და აქვს სტატუსი იმის რა ქვია ნაკრძალის და რაღაც ამდენი რა ვიცი 30 მილიარდზე თუ რაღაცაზე იყო საუბარი კიდე თუ რა ერთ ნახევარმე არ ვიცი რა ამშულობა აქ ახლა ფულს აქვს ფული რამზეც იმათ ხელში არა საბეჭდი მანქანა იმ ამერიკაში რო არის ახლა ცენტრალურ ბანკში თუ ფედერალურ რეზერვში ამდენს უნდა იმას დაბეჭდავენ ხო უნდა შეესყიდათ მთელი კუნძული ელიტისთვის რომ არა ელიტა იქნებოდა აი კარგად რა იმ კუნძულზე და მთელი ალბანელი ხალხი არის ამდღარი და არის მთელი ისინი დაანგრიეს და აქციეს ეკაურობა და ისეთი გამოსვლები არის 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ალბანელი გამოვიდა თავისი მიწის დაცავად ლოზუნგით ალბანური მიწა არ იყიდება ჩვენ რა გვჭირს ხალხო ყველამ ხო გვაჯობა ქართული მიწის გაყიდვაზე რამდენი გამოვიდა როცა დაუძახეთ და როცა ვთხოვეთ ხალხს გამოსვლა და შევედაროთ ალბანეთს ახლა ჩვენი ვიჯავროთ, თორე ახლა ეს ალბანელები უფრო მიხედავენ თავის და ბრიტანელებიც და ასე ვთქვათ, კიდე ინგლისელები უფრო მაგ იმის იმედი რომ აი გამოდიან და როცა დაინახეს რომ ვიღაცამ უკვე ქუჩაში დაიწყო ადამიანის თავის მოჭრა, გამოვიდნენ სხვები და დაეხმარნენ იმ ადამიანს. და ჩვენთან მაგას იტყდება რომ მაგრამ შემთხვევაში დამხმარებელიც აღარავინ არ იქნება მეორე და მესამე ქართველი იქვე რო იყოს, არავინ არ დაეხმარება ჩვენ თანამემამულეს მასტი რაღაცა რომ მოხდეს საქართველოში და მოხდება, მაგამდეც ღმერთთან უკრას, მაგრამ მივა ადრე თუ გვიან საქმე, იმიტომ რომ იგივე პოლიტიკებს ატარებენ ეს ეგრეთ წოდებული ელიტები, როგორც გაატარეს აგერ ჩრდილო ირლანდიაში, ზოგადად ბრიტანეთში და ინგლისში, შენ ინგლისში იყო პროტესტები, ჩვენაზე ვისაუბრეთ, ხო? ჰენრი ნოვაკის დაღუპვაზე და ახლა კიდე ამაზე უარესი კიდე ადამიანის თავის მოკვეთის, ასე ვქვია, მცდელობა შუა ქუჩაში. ამაზე მეტი უბედურება არ უნდა დაემართოს საზოგადოებას. და როგორ გაბედაო ისა რა ქვია ილონ მასკმაო რო ხალხსო მოუწოდაო იმაზეო რა ქვია პროტესტებზეო აი ეს აქვს პრობლემა იმას სტარმერს და აქაურ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს ვინაც აი ამას აკრიტიკებენ როგორ შეიძლება რომ ესე იგი ტონი რობინსონი და ტონი რობინსონი ბრიტანეთის მოქალაქეა მაგრამ არა მოქალაქე ილონ მასკი როგორ შეიძლება რომ ის ხალხს აგულიანებს პროტესტებს ხო მაგრამ სხვა რამე გზა დარჩათ ამას ანუ მოიცადე ილონ მასკმა შემოიყვანა ეს ამდენი ხალხი რა ესე რა ქვია მას ასეთი კატეგორიის ხალხი თორე მეც უცხოელი ვარ რომელიც შემოვიდა გერმანიაში მაგრამ შეადარე ახლა ხო ისა თავის მომჭრელ ვიღაც თავს რო გალავარეს რუსულად რო ქვია ხო თავს რო აჭრის ვიღაცა მუსლიმანი ადამიანს ადგილობრივს და იმაზე ესე იგი არ უნდათ რომ ადგილობრივს რეაქცია ქონდეთ არ უნდა თუ ადგილობრივს რეაქცია მაგრამ ექნებათ რეაქცია და აი უკვე ფაქტიურად შემოძვიფასო რა ხდება ესე იგი ინგლისში და სხვა თემაზე გადავიდე მაგრამ უკვე არის სამოქალაქო ომის მდგომარეობაში და ამაზე თქვა ერთ-ერთმა განაცხადა ერთ-ერთმა ოფიცერმა რომ არ აცდებაო ინგლისო სამოქალაქო ინგლისკი ზოგადად დიდ ბრიტანეთს ირლანდიის და ჩრდილო ირლანდიის ჩათვლით და ირლანდიაში და ხა ბელფასში ზირთად ბელფასში იყო ეს და არის ეს გამოსვლები და ეს შეტაკებები და ამან გამოიწვია ეს რომ გადადგა როგორც დიდი თავდაცვის მინისტრი, ასევე ჯარების გაერთიანებული ძალების ხელმძღვანელი და კიდე ვიღაცები, ერთ მე-13 კიდე ქალბატონი მაგ სამინისტრო და ნატო. აი დავსვა შეკითხვა, რატო? ოფიციალური ისა, რა ქვია, მიზეზი განაცხადა აი ამ ადამიანმა თავის ნიშნავ რომ შეამცირესო დაფინანსებებიო ამის გამო რაღაცაო და ციაფანტი, მაგრამ აი სოციალურ მედიაში და ქსელებში ესეთი მოარული ხმები დადის. ახლა მე ამის სიმართლეობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ახლა როცა რუსები ამბობენ, ნიეთ დიმა ბიზაგნია, ანუ ესე იგი ტყუილი არ დაიწყებდნენ ამის ლაპარაკს, რომ სტარმერს, ანუ ესე იგი სტარმერს პრემიერ-მინისტრი ქონდა განზრახული და ალბათ დაუგზავნა ვარაუდის დონეზე, რატომ გადადგა ეს ხალხი, უნდოდა შემოეღო საგანგებო რეჟიმი.
საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ რომ პოლიცია ვეღარ უკრავდება აი ამ პროტესტანტებს და ამიტომ ჯარი რო ჩართონ. ქვეყნის შიგნით გამიგე და ამის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რომ ჯარი ჩართონ და ჯარის ხელმძღვანელს კიდე შეიძლება კონდეს იმის რომ თავის ხალხის წინააღმდეგ ჯარის გამოყვანა არ უნდაოს. იმიტომ რომ ეს არის დანაშაული თავისი ერის წინააღმდეგ და იგივე შეიძლება მოტივი ქონოდა ამ თავდაცვის მინისტრს, ვინაც დატოვა თავისი თანამდებობა. აი ესეთ პროცესები არის შემოძვირფასება ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და ამაზე ჩვენ ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ იქ არის უკვე სამოქალაქო ომი და იგივე მუქრება სხვა ქვეყნებსაც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ხო? ალბანეთი ვახსენოთ უკვე იმის გამო, რომ მიწებს უკიდიან ხალხს, ხო? მაგრამ ეს პროცესი ხო ყველგან ერთი და იგივე არის. აი ჩვენთან რომ ესე იგი, რა ქვია, დიდ ქვეყნებს როცა ეხება, ახლა ჩვენ პატარა ქვეყანას მით უმეტეს შეეხება, ისედაც საფითილებულია, ყველაზე გადაკიდებულია, ერთმანეთს ვერ იტანს ხალხი, საგიჟეთი ტრიალებს, ბავშვები რა გამოუზარდეთ, ამის შედეგებს ხო ვიმკით, რაც დავთესეთ. აი ამას ვერ გავექცევით, მე ჩემი მოლოდინი ესეთია. ჩვენთან არის ესეთი უბედურება კიდე რომ აი ჩვენთან რომ იგივე პროცესები დაიწყეს აი მოსახლეობის გამოცვლის ტენდენცია რომ მაქსიმალურად შემოყარონ და არის კიდე ხო ასეთი გახსოვს და იცი რომ გვაქვს დადებული მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებაზე რა ქვია მას მიგრაციის პაქტი რო ქვია ევროკავშირთან ხო და ეგ ძალაში შევიდა უკვე ეს მიგრაციის პაქტი ახლა ყოველ უცხოელ მიგრანტზე რომელზეც ქვეყანა უარს იტყვის და თუმცა არ შემოუშვებ არის გათვალისწინებული 20,000 დოლარი თუ ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ერთ ადამიანზე ახლა ესენი მაგის გადამხდელები არიან რაც უნდა ის იყოს ვიღაცა რა ქვია თავის მომჭრელი ტერორისტი იყოს და ხალხმაც რო უთხრას ოღონდ ეს მაგიდან გამოდით და ჩვენ გადავიხდით თითოზეო და მოგეხმარებითო ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება უნდა იყოს და პოლიტიკური ნება არ იქნება ამ ყველაფრის თეკლა ხალხმა მაგი უთხრას კი არა ხალხის უმრავლესობა ვინაც ეგ ეწოდებულ შინაურეპოლები არიან უხარიათ ეს პროცესი იმიტომ რომ იმის იმედი აქვს რომ ამათ რომ აქ შემოუშვებენ საქართველოსშიო იქნებ მე ჩვენ ქართულებს მოგცენ ევროპაში წასვლის უფლებაო ეს უნდათ და ამაზე აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ არიან ყველაფრის გამправებლები და ამიტომ ამაზე ხმას კი არ იღებენ პირიქით. მიესალმებიან ამას უცხოელების შემოდინება საქართველოში, რომ მე იქნება თვითონ გამოვიდნენ და გამოძვრენ და კი უყურებენ ეგერ ამერიკაში ადამიანებს ჩვენ თანამემამულეს ერთმანეთს საშოროს ესეთი ბედი, მაგრამ საქართველოს ქართული დარჩება? აი ამას კითხვას ვსვამ მე და ბევრი კიდე ჩემი ადგილი რო არ დარჩება და იქ აუცილებლად შეივსება, ეგ ხო ვიცით ყველა. თეკლა საბოლოო ჯამში რა არის შემოძვირფასო? თუ კი საზოგადოება იქნება ესეთი საზოგადოება, რომელიც დავინახეთ ჩვენ აი ამ დაცემული ბავშვის და გაგრძელებული სიმღერის ფონზე, ესეთი საზოგადოება აღარ უნდა დარჩეს. ესეთი ერის აღარ უნდა დარჩეს. სამწუხაროდ ესაა ფაქტია რა. და რაც გვემართება ჩვენი ცოდვების გამო მოდის საშელი უფლიდან და ზემოდან. ბუნების კანონია ესეთი, ვერაფერს ვერ უშველით ამას. ყობა, რადგან ჯერ საქართველოთი დავიწყეთ, მოდი საქართველოს თემები ავუწროთ, მე სამეზობლო, მთლიანად კავკასია და მე გადავიდეთ მსოფლიოზე. მე მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ 11 რიცხვში იყო გუშინ, ანუ ევროკავშირში განხილვა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის, ამაზე საქართველოს საგარეომ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მდგრადობის შესანარჩუნებლად ამ საკითხის ვმუშაობ და დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციები, რასაც ოპოზიცია იყენებსო, ანუ რა როგორ შეაფასებ ევროკავშირი მე ვიცი როგორ შეაფასებ მაგრამ მინდა რომ მაყურებელებაც იცოდეს რას ფიქრობ რატომ აკეთებს ამას ახლა ევროკავშირი და რა ზეწოლის ფორმა არის ეს რატომ ცდილობს ამ თემით ამ საკითხით манипуლირებას ევროკავშირი ამ თემით манипуლირებს და აკეთებს იქ ზეწოლას სწორედ სადაც იცის რომ ეხება იმ სიმებს რომელიც სიმებზე შეიძლება ითამაშოს ადამიანის ქართველების უმრავლესობის ასე რომ ვთქვათ გზნობებს და მათ ემოციებს. იმიტომ რომ თვითონ ჩვენმა ეს establishment-მა და ჩვენმა ელიტამ ბრწყალებში ელიტებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩაუნერგეს ახლად ამის მერე გაზრდილ ჩვენ ხელში და ჩვენ არხელში გაზრდილ თაობებს ის მაქსიმა და ის ესე იგი თავარი იდეა რაც საქართველოში რომ ჩვენად ევროპული ქვეყანა და ჩვენ მივიდეთ ევროპაში და რომ თავარი მიზანი არის ევროკავშირში შესვლა ნატოში გაწევრიანება და შემდეგ და ყველაფერი დანარჩენი უნდა დაექვემდებაროს რომ აი ამ უზენაეს მიზანს. აი ეს არის ის მითი და ის ნარატივი რომელიც ჩადებულია ყველა 2000 წლის მერე დაბადებული ადამიანის თავში და მანამდე კიდე 90-იან წლებში დაბადებულების თავში სამწუხაროდ ხო. როცა ესე იგი ქვეყანამ თავისი თავარი მიზნის ესე ვთქვათ მაქსიმად და როგორ ვთქვათ აბა კატეგორიული იმპერატივად დასახა რაღაცა შესვლა ვიღაცის გაერთიანებაში. მაშინ უკვე ის გაერთიანება, სადაც შენ მინისტრებს შესვლას ყოველთვის გააკეთებს ამაზე სპეკულაციას და ამაზე თამაშს და ამაზე
ასე ვთქვათ, აპელირებას, რომ ის გაგაკეთებინოს რაც მას სურს, ხო, ჩვეულებრივი ამბავია, ხო, თუ კი იცის აღარ შენ შენ აი, ძალიან მარტივად უგაგისხარ, შენ რომ ძალიან მაგარი ქალი რაშა რო გიყვარს რა, კაც რა და რო ესე იგი ყველა ძალიან ესე მთავარი მიზანია რომ ოღონდ ის ერთხელ მაინც იქნებ რაღაცნაირად იმასთან მოხვდე და ერთხელ მაინც გაკოცოს ან რაღაცა ხო ყველაფერს აკეთებ, ხო მაგის გამო, ხო? და აი იმ ქალს ხო აქ შენი манипуლირების ყველანაირი გერბერგეტი რომ ის მოგაყიდინოს იქ მიგიყვანო რესტორნებში რაღაცა საჩუქრები ხო შეუძლია და შეიძლება მაინც არაფერი არ მოგცეს საბოლოო ჯამში ხო აი ევროკავშირის ქცევა არის ზუსტად იმეორებს აი ამ ქალბატონის სასურველი ქალბატონის ქცევას და ეს ჩვენი ქართველი ასე ვთქვათ ტესტოსტერონიანი როჩა საქართველოს მამაკაცის აი ასე ამპლუაში რომ განვიხილოთ ყველაფრის გამკეთებელი არის იმაზე რომ იმან უთქვას რომ აი ასოცირებული ხარ ჩემთან თუნდაც და ვიზო რეჟიმი გაქვს და შემოდიხარ როცა გინდა და გადიხარ როცა გინდა და ამიტომ შემოძვიფასო ესე იგი საქართველოს არაფერი არ ეშველება სანამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დეფინიცია არ მოხდება არტიკულირება არ მოხდება და არ მოხდება გაგება იმის რა არის მთავარი ჩვენი მიზანი და აი ამ მიზანს დაემკვიდრება მე ყველაფერი დანარჩენი საგარეო ორიენტაციები თუ რომელიღაცა კავშირებში თუ ალიანსებში გაწევრიანებები ანუ რამა თუ იმ კავშირში გაწევრიანებები და ასე მისწრაფებები უნდა იყოს ინსტრუმენტი იმისთვის რომ სხვა უფრო მაღალ მიზანს მივახციოთ რომელიც შეიძლება იყოს ადამიანების კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჩვენი გაფართოება, ტერიტორიების გამთლიანება და ასე უნდა გაშუქდე, ხო და ჩვენთან პირიქით არის, ხო, არის უკუმა არის, ამოყირაებული ეს ყველაფერი და აი, რაღაც შორს წავიდეთ, მაგალითად ავიღოთ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ხო? აზერბაიჯანი ხო ასე თავს არ იმცირებს და არასოდეს დაუმცირებია არც ევროკავშირის და არც ნატოს წინაშე და არ დაუწყია, ესე იგი ყველაფრის თავისი გახშეგლეჯვა და გახდა და დაწოლა ოღონდ ესე იგი თქვენ მე რაღაცა მომეცით და ყველაფერს დაპირიქით ხო აზერბაიჯანი ძალიან მარჯვეთ იყენებს თავის გეოსტრატეგიულ მდგომარეობას თავის ენერგეტიკულ რესურსებს და ის ყველაფერი მასზე გაივლის რაც წავა ევროპაში და თვითონ უყენებს იქით ევროკავშირის მოთხოვნებსაც ანგარიშებსაც და დივიდენდებსაც ღებულობს ძალიან დიდი ჩვენზე კარგად აქვს ყოფილი ბიზნესი და ფინანსები ხო არ შეეძლო საქართველოს ამისიდან მსგავსი რაღაც გაკეთება. თქმა უნდა შეეძლო. საქართველოს უქონდეს იმისი თქვა ნება პოლიტიკური და უბრალოდ ნორმალურად აღზრდილი თაობები რო ყავდეს. ნორმალურად განათლებული ელიტები რო ყავდეს, ვისაც მართლა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები იქნება ჯერ გაგებული და მერე დაყენებული პილადგილეს, ხო? იქიდან გამომდინარე იმოქმედებდა მე უკვე ეს ჩვენი ხელისუფალი, რომ ჩვენ დაგვეცვა ჩვენი ინტერესები და ჩვენ აი სწორედ ჩვენი გეოსტრატეგიული უნიკალური მდებარეობა საქართველოსი და რესურსები რომელიც გვაქვს გამოგვეყენებინა სწორედ იმის რომ ჩვენ ყველაფერს მიგვიღებდით ევროპიდანაც და სხვებისგანაც ვისაც ჩვენმა ყველაფერი ეს უდათა ჭირდებათ ხო მაგრამ მოცა შენ გაქვს თავიდანვე ესე თქვათ ასეთი დამოკიდებულება რომ ქვევიდან უყურებს ზემოთ როგორც აი თეთრ ევროპელ რაღაცა ბატონს და შენ ხარ რაღაცა ესეთი საქმე მეორე ხარისხოვანი რაღაცა სპეცია ხო ადამიანის ხო და ნუ შეთავს აღიქვა უნტერმენშად და აი ამ უნტერმენშის პოზიციიდან გაქვს ურთიერთობა მაშინ რა თქმა უნდა შენ ძალიან ბევრ დათმობებზე კი არა ღირსების შემლახველასე ვთქვათ კომპრომისებსაც მიდიხარ და ამიტომ არის ევროკავშირის მაღალჩინოსნები გვიბედავენ იმას და გვაკადრებენ იმას სადაც ისინი სხვას ვერ აკადრებენ და ვერ უბედავენ ხო და აი შენ იყავი ხო თვითონ აი მე ნენდრო არ ქონდა რომ ეს ამას ეს თავდაბოლოდი მიყურებინა და განმეხილა და მაგრამ რაღაც მომენტში აი შენს გვერდზე Facebook-ზე დღეს მაგრამ გაჭედა Facebook-მა მაგას წაგე თემა არის მაგრამ სანამ არ გაჭედავდა აი შენ გახლდი ირანის ელჩის პრესკონფერენციას და ირანის სამუშაო პროცესის შეფასება ჰქონდა. და იქ დაუსვი შეკითხვა, ხო, ირანის ელჩს სწორედ აი საქართველოს მდგომარეობაზე, საქართველოს ასე ვთქვათ, საგარეო ვექტორებზე, მის პოზიციებზე, კავშირთან ურთიერთობაზე, რა გითხრა ირანის ელჩმა? ძალიან მაგას გეტყვი, მოიცა სანამ აქამდე მივიდოდა საქმე. ზაზა დავითაი ამ დასვა შეკითხვა გულბასწყლადესთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო და კარგი პასუხი გასცა ელჩმა და მართლა ძალიან მაყოფილი და ეს ერთი და მეორე არ ვიჩქარე მაინტერესებდა ორი შეკითხვა მქონდა გამზადებული მაინტერესებდა რა კითხვებს დასვავდნენ სხვა ტელევიზიის წარმომადგენლები და ჰოი საოცრებო კაც მქონდა ბრიფინგამდე
განცხადება დადებული თავის საელჩოს გვერდზე, რომ იქნებოდა ეს ბრიფინგი შეფასება ხელისუფლებასთან, როგორი კომუნიკაცია აქვს ირანის მხარეს, პლუს ამას რა ეკონომიკური, კულტურული, სხვადასხვა ყველა სფეროს ეხებოდა და კითხვები შენ წარმოიდგინე, არც ერთი იმ ჩამონათვალიდან არ ქონდა ჟურნალისტებს, კითხვები იყო, აი ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას დავკარგავთ ხვალ და რას ფიქრობთ ჩვენს ინტეგრაციაზე, საოცარი კითხვები იყო. გაოგნებული ვუყურებდი. დავაცადე ყველას, აი ბოლოდან მესამე ვიყავი, ვინც დაუსვა შეკითხვა. დანარჩენი პირველი ზაზამდასვა კითხვა და დანარჩენი ვაცადე 4 მედია იყო, საშუალება იყო. დავაცადე არავწიე ხელი. დავაცადე ყველას და რომ მივხვდი რომ ეკონომიკაზე, ან თუნდაც კულტურაზე, ან თუნდაც ომის თემატიკაზე და რეგიონის პრობლემაზე არც ერთი კითხვას არ სვამ და მე დავუსვი, ორი კითხვა მქონდა გამზადებული ცალ-ცალკე. ერთი შუა დერეფნის საკითხზე კი ბატონო, მაგრამ 3+3 რადგან ახლახან იყო სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა და იქ გალუზინმა განაცხადა რომ ქართული მხრიდან ოფიციალური მხრიდან არ იყვნენ, მაგრამ ექსპერტები იყვნენ, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩამოსულები საქართველოსდან და აღნიშნა რომ ძალიან კარგი იყო. მეორე შეკითხვა მქონდა ეს სათადარიგოდ ვინმემ რომ დასვას ის ერთი კითხვა, თუ რამეა ალტერნატიული შეკითხვა მზად მექნება თქო. დავსვი ეს ზოგადი შეკითხვა შუა დერეფნის საკითხზე და ჯერ ხო ამომწურავი პასუხი მივიღე მისგან ეს ერთი და მერე მეორეც თვითონვე მიაბა ეს თემა, მეორე კითხვის დასმა არ დამჭირდა. თვითონვე ჩაშალა ამ თემატიკაში. ელჩმა პასუხში ჩაშალა 3+3 საკითხი და აღნიშნა რომ შუა დერეფნის საკითხში და პლუს 3+3 ფორმატში საქართველოს უმნიშვნელოვანესია. ისტორიულად კი ბატონო იყო რაღაც მომენტები ჩვენი კავკასიის ტერიტორიაზე რაღაც პრობლემები იყო ჩვენი მხრიდანაც იყო რაღაც თქვა სახელმწიფოთა შორის ბრძოლები რაღაც, მაგრამ ეს დრო გავიდა, ეს ახალი საუკუნე ახალი ერა, ხედავთ რა სიტუაცია, ეხლა უნდა ვეცადოთ ყველამ ეკონომიკური კავშირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია არის ეხლა ეგ ტერიტორია და თუ მზაობა იქნება თქვენი სახელმწიფოს მხრიდან და მით უმეტეს აუცილებელია და ამ დრომ არ უნდა ჩაიაროს, არ უნდა გაგასწროს, კარგია და აუცილებელია. მეთქი თუ განიხილავთ საქართველოს გვერდის ავლით მეთქი, ესეთი კითხვა მქონდა. ფორმულირება ესეთი მივეცი, რომ ხო შეიძლება რაღაცა ალტერნატივაც განიხილებოდეს, მაგრამ საქართველოს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უნდა იყოს კეთილინება თქვენი მხრიდანაცო. ესეთი პასუხი მივიღე მისგან. ისეთი ამომწურავი პასუხი გამცა ამ კითხვაზე, რა ვიცი რა ვთქვა რა. მოხარული იყო რომ საექსპერტო ჯგუფი შეიკრიბა და იყო საქართველოსდანაც ჩამოსული, მაგრამ ოფიციალური ხაზი და მხარე ოფიციალურად უნდა დაფიქსირდეს ამ საკითხში. აქ არ არის ეკონომიკური თუ დალაგდა კავკასიაში, მერე ნეინელა ყველაფრის დალაგება იქნება შესაძლებელია რა. იმიტომ რომ სამი ამხელა სახელმწიფო ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და ორი პატარა სახელმწიფო 3+3 რაც ნიშნავს მესამე შენც უნდა იყო იქ. ანუ შენს გარეშე რატო უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი? რატომ უნდა ჩაგიაროს ეკონომიკურმა ღირს თუ რამე ღირებულია შენს ქვეყანას გვერდი, რატომ უნდა ჩაუვაროს ამ ყველაფერმა, როცა ხედავ რომ ამერიკა იქნება, ევროკავშირი იქნება, ყველა გელაპარაკება თითისქნევით და ჭკუის დარიგებით. მეგობრობა მაგათმა არ იციან. მეგობრობა ცოტა სხვა რამე მგონია, თითისქნევით მეგობრებს არ ელაპარაკებიან და ჭკუის დარიგებით. შენ ესე გააკეთე და შენთვის ესე ჯობია. ჩემს გადაწყვეტილებაში დამიდექი გვერდით. შენ თუ მეგობარი ხარ. და იმ ჩემს გადაწყვეტილებაში ამიბი მხარი, მე როგორც ჩემს ქვეყანას, მე როგორც ვთვლი, როგორც ჭირდება, იმ გადაწყვეტილებაში თორე კი არ მიკარნახო რა უნდა ვაკეთო. თეკლა მადლობა შენი პასუხისთვის და მე დავამატებდი უბრალოდ აი რაც მე მოვისმინე, აი ელჩის პასუხიდან რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი და ეგ მენიშნა მისი ნათქვამიდან, რომ შენი კითხვაზე პასუხი რომელზეც მოყვა იყო ეს ციტატა ბოლოს ერთის დაამთავრა ამ ირანის ელჩმა, შენთან საუბარი იყო რაღაცა რომ აი ქვეყნებს საქართველოს და სხვებსაც ისტორიულ მომენტებში ეძლევათ გარკვეული შანსები, და მაგალითად მოიყვანა აი რამდენიმე წლის წინ მოიყო მაგის ვარიანტი რომ აი თურქმენეთიდან წამოსული გაზი გასულიყო საქართველოსზე და ეს უნდა უდიდესია ასე რომ ვთქვათ მნიშვნელობა და სულ სხვანაირად დაელაპარაკებოდი მე ევროპას თუ კი ესე იგი ახლა წარმოვიდგინე რუსეთიდან რომ გაზი აღარ გადის მთელი ბლოკადა და ეს არის რა ქვია ხო სანქციები რამხელა ბერკეტი გექნებოდა შენ თუ კი ესე იგი შენ საქართველოს გექნებოდი ალტერნატიული ტრანზიტიული დიდი გაზის და ესე იგი ენერგორესურსების მთელი შუა აზიიდან და აი იყო ესეთი შანსები და არ გამოიყენეთ ხო ესე გითხრა ადამიანმა ხო თავის დროზე არ გამოიყენეთ ეს შანსები და თქვა რომ აი როცა ესეთი შანსები ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ქვეყნის მმართველმა ელიტებმა
და პასუხისმგებლებმა ეს შანსები გამოიყენონ, იმიტომ რომ ეს შანსები მე აღარ მეორდებიან და აღარ მოდიან მეორედ ამის სამეთ იშვიათად რომ კიდე აი ეს რა ამიტომ გითხრა ამ ადამიანმა რომ აი კიდე ახლა არის რაღაც შანსები, ხო ახლა არის შანსი რომ აი ეს 3+3 შუადერეფანი პროექტი განხორციელდეს, ახლა შეიძლება, მაგრამ აი რომელ მეგობრის სტატუსი არის საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის მესვეურები ბჭყალებში, ხო, ანუ ისინი ვინაც თავზე მოაჯდან, ჩვენ მოგვაჯდნენ კისერზე და თავზე და ჩვენს ხალხს, თვითონ ისინი, ასე რომ ვთქვათ, თავის თავსაც და რა თქმა უნდა მის ქვეშ ყოფილ ქვეყანასაც პოზიციონირებენ და აყენებენ ვასალების მდგომარეობაში და ეკითხებიან მაგათ ამერიკას რომ აი ჩვენგან რა საჭირო, აი რა უნდა გავაკეთოთ რომ თქვენ ჩვენ დამილმობიერი და ესე რაღაცა დაუთქვეთ და რაღაცა ესე იგი დაუთქვეთ ერთმანეთთან ყველაფერზე და თქო გითხარით რა ვინ დავიჭიროთ ციხეში ვინ ჩავალდოთ ვის რა უქნა ჩვენ მოქალაქეებს ხო იგივე ევროპასთან მიმართებაში აი ჩვენგან რა საჭირო რომ ვიზო არ წაგვართვათ და ჩავალთ და რაღაცა და იმასაც ვიზამთ ამასაც ვიზამთ და აი რომელ მეგობრობის ამერიკის მეგობრობაზეა მაგალითად საუბარი, როდესაც ჩვენი მოქალაქე დაიჭირეს იქ, ესე იგი არა კრიმინალი ადამიანი, უკმაპურის სასურვად ჩასული, რომ რაიც იმას რა უჭირდა იმ საწყალ მამუკა ხო ერქვა არქმელიძე 53 წლის ახალგაზრდა კაცო. გარდაიცვალა საიმიგრაციო ციხეში გამოიშვათ მაინც როდესაც საქართველოში რომ მიუხედავდით რა, ესე იგი რატო ვიკლავენ ამ ხალხს რა და აი მეგობარი ქვეყანა იქცევა ასე? ჩვენ ამერიკის მეგობრები ვართ, როცა ეს ჩვენ მოქალაქეს იჭერს და კლავს თავის ციხეში? და რომელი მეგობრობის იმაზე გვაქვს პრეტენზია და საუბარი და ასე გვიყურებს ამერიკა ჩვენ როგორც მეგობარს და თანაადროს აი როგორ ექცევა ჩვენს მოქალაქეებს, იქ რა უქნეს აი ამ საწოდავს და მის ოჯახს კიდევ ერთხელ მინდა რომ ბოდიშურობას ავახსენებ და ასე. მე არ მინდა მათი უბედურება გამოვიყენო რაღაც ჩვენი დისკუსიისთვის, მაგრამ მე გული მწყდება და უსამძირებ ოჯახს, მაგრამ ის არის ერთი მრავალთაგანი და ეს არის როგორც სათქმელი არის ჩვენი მდგომარეობა რომ გავანაცვლოთ რა გვჭირს ხალხო რა და ამერიკა ჩვენი მეგობარია თუ რა არის ამას შევხედოთ სიმართლის თვალებში რა. ესა უკვე 50-ე შემთხვევა არის იმ რა ქვია მას რასაც ქვია იმ სამსახურს ხო IC იწერება ხო ტრამპი რო აფინანსებს მილიარდებით და ხალხს რო იჭერენ ქუჩაში ზაღლებივით და 50-ე შემთხვევა წელს რო იქ ადამიანის გარდაცვლის სიკვდილისა იმ ციხეში და ასე ექცევიან ქართველებს როგორც სხვებსაც რა. აი შეადარე ახლა იმაში რა ქვია უფრო სომალეს უფრო იცავენ ინგლისში რომელიც ვიღაცას თავს აჭრის ვიდრე არაკრიმინალ მშრომელ ბიჭ ქართველს ამერიკაში ჩასულს და აი ამის ფონზე საქართველოს პრეტენზია აი ვინმესგან გაგიგონიათ ოფიციალურ პირისგან ან ჩვენი საგარეოდან ან რომელიმე მთავრობის წევრისგან პროტესტი მაინც გამოეთქვათ ამერიკის მიმართ რომ ეს ჩვენი მოქალაქე რატომ მოგვიკალიო პროტესტი მაინც ნოტა რაღაცა არა იმათ მოსაწონებად საამებლად აგერ ორი ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით კაცი დაგვიჭირეს და მამა ისე გარდაეცვალა ჯავრი ჩააყოლეს შვილის ადამიანს მაგალითად რას უნდა მოუყურე ის იმედი უნდა გქონდეს და ესა ეს უცებ ოღონდ იმათთვის თავი მოეწონებია ესაა ჩემი ფასო რუსეთუმეები არ ვართ და რუსეთისკენ არ მივდივართ აი ამის გასაправებლად გააკეთეს ეს ყველაფერი და რამე გვიკვირს მაგათგან აი ახტება იცი რუსეთუმეზე გამახსენდა რა აი გირჩის ის რო არის იაგო რო არის გირჩის იაგოც კი მიხვდა გამოვიდა და თქვა რომ ხახნო თქვენ даже ამ შინელობლებს მიმართა რა და თავისიანებს მიმართა რა აი ნეოლიბერალურად განწყობილი სასწავს რა რომ აი თქვენო რომ ხედავთო რომ აი ადამიანი საუბარი არის გულბარცხილაძეზე დაიჭირეს იმის გამო რომ მას რაღაცა ორიენტაცია და რაღაცა აზრები ჰქონდა და ვიღარით რომ რუსეთუმე თუ იყო ღირსი იყო თქვენ ვეხვდებით რომ შეიძლება მაგ პრინციპით თუ ესე იგი ყველა შეიძლება უწოდო აგენტი და ჯაშუში ვიღაცის მარტო იმის გამო რომ ის რა ქვია ოფიციალური ღია წყაროებიდან რაღაცას მოაგროვებს და ვიღაცასთან ექსპერტულ დონეზე ისაუბრებს და ან თქვენ რომ მაგალითად მე რუსეთის ორიენტაციის და რუსეთთან დალაგების და ურთიერთობის მომხრე უფრო ვარ ვიდრე სხვასთან აი ამის გამო თუ შეიძლება ერთი ადამიანიო ამას აუბრს იაგო ხვიჩია მე კი არა ხო მან თქვა ხო რომ თუ კი ესე იგი თქვენ იმას აპრავებთ და იმას გაუტარებთ ახლა ამ თავრობას რომ ესე იგი აი ამ мотивაციით შეუძლიათ მას ნებისმიერ ჩვენ მოქალაქე დაიჭირონ მაშინ მეორე დღეს აგაგებოდა და რომ შეიძლება დაგიჭირონ იმის გამო მაგალითად დასავლეთის ისაღა რა ქვია ორიენტაციის ან ჩინეთის ორიენტაციის ან თუ გინდა რა ვიცი მე თუ რომელიც გინდა ეს აიღე
ყველაფერზე შეიძლება იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საერთოდ თქვა იაგონდა კი მაშინ თავი ძიშვა რომ მე იაგოს ავთხოვებოდი რამეში მაგრამ თუ კი ესე იგი ჩვენ ჯერ არ მოვახდინეთ იმისი დეფინიცია თუ რას ნიშნავს სიტყვა ჯაშუში და ჯაშუში რა იგულისხმება მაშინ თუ კი ეს არ არის დეფინირებული მკაცრად მაშინ ესე იგი ნებისმიერ შეიძლება ჯაშუში უწოდოს მთავრობამ და დაიჭიროს ნებისმიერ დროს და მერე გაწეროს ეს პროცესები ხო მისთვის რომ მან ესე იგი თავისი ასე ვთქვათ სადამსჯელო აპარატი ჩარტოს და ყველა ამას იმას რა ქვია რა და აი აქედან გამომდინარე ხა ეს მაგალითი რო ავიღოთ რა აი ამ რუსეთუმე თუ არის მაშინ ძალიანაც კაი თუ დაჭერს ეს დამოკიდებულება აი ამ დიდი რაოდენობის ხალხის ნათია ქოლუსმა დაწერა ამას და ამ შეკითხულობდი რა რომ ისაო რა ქვია რაღაცა უნდა მოაწლივა მეღო და არ დავიწყოს უნდა მიიღო ქალების ჩემპიონატი ხო რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა მოხდა ადგილი ქონდა ესე იგი აი ამ ნათია ქოლუსის დისკრიმინაციას და მე ყველანაირი დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე ვარ და სოლიდარობას ვუხდებ ნათია ქოლუსს თუ კი მას მოუხდნეს დისკრიმინაცია მაგრამ მე რაც წეს ისე ნათია ქოლუსი რომ ამ ხალხს ესე იგი იმის გამო რომ ერთხელ უცნობთანო ვიჯექიო მე ერთ-ერთში ამის გამო ეთყობა ჩათვალისწინო მე რუსეთუმე ვარ ვან უმრავლესო რუსეთუმეთო და ახლა იმასო ხო არ აუხსნიდიო მე რუსეთუმე კი არა პლიკითო ვეუმებიო და ვებრძვიო პუტინსაცო და რუსეთსაცო და ყველა რუსეთუმეცაცო და ამიტომო ამის გამო რომ მე ხვდები რომ ისენიო ამის გამო ესე იგი არ დამიშვეს მე რომ რუსეთუმეებს ებრძვიანო ამის გამო მე მათ არ უჩივლეო და მე მივწერე მაგრამ არ ქონდა ნათიას რეაქცია და ახლა ვიტყვი აქედან უფრო ხალხი გაიგებს ნათია აი შენ რო არ უჩივლე ხო მაგი არის შენი დანაშაული იმიტომ რომ სანამ შენ აი მაგ სიტუაციაში ხო აი რუსეთუმე რო ყოფილიყავი სიტყვაზე ხო და მაგის გამო რომ არ დაეშვი იგივე დანაშაული იქნებოდა რაც მედასავლეთუმე როცა ხარ და მაგის გამო ვიღაცა არ გიშვებს იმიტომ რომ დისკრიმინაცია რა ნიშნითაც არ უნდა ხდებოდეს ის და მიუთმეტეს როცა საუბარია ეს პოლიტიკური ორიენტაციის და შენი აზროვნების და შენი აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციაზე ხო ეს არის აბსოლუტურად იგივე აი როცა 17-18 კიდე დამოკიდებულება საქართველოს და 20-იან წლებში რო დაიწყო და აი კომსამოლცები და კომკავშირელები და შვილი რომ ამას აბაშობოდა აბეზღებდა იმაში რა ქვია გასული საუკუნის იმაზეა საუბარი 30-იან წლებზე რაც ხდებოდა აი ჩვეულებრივი ლენინისტი კომკავშირელები რასაც აკეთებდნენ იმას აკეთებდნენ ახლა ესენი ეს ეგრეთ წოდებული შინევროპელი პრადვინუტი ახალგაზრდები ვინაც ნათია ქოლუსი არ დაუშვეს რომელიღაცა ღონისძიებაზე იმის გამო რომ მისი ნააზრები და ნალაპარაკები კი არა უბრალოდ რაღაცა მისი გამოჩენა ვიღაცასთან ეთერში არ მოეწონათ ვიღაცებს და ესენი წყვეტენ ეს ღლაპები ვინც უნდა დაუშვან ამ ქვეყანაში და აი სანამ ესე იგი ეს ვერ გაიგო ხალხმა რომ რუსეთუმეც კი რო იყოს ვინმე იმის გამო რომ მას უკეთებ დისკრიმინაციას და მithumedas როცა იჭერს ციხეში ხო და ამას რო ხალხი აპროებს იქაა დამთავრებული ყველაფერი იქაა დამთავრებული შენი დემოკრატიაზე საუბარი შენი ესე ვთქვა აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების საუბარი და იქ იწყება სწორედ აქ იწყება მანდ იწყება სწორედ ის ტირანია რომელიც ტირანიას უკვე იდგამს ფესვებს საქართველოს და უკვე არის პრინციპში იმ დონეზე რომ აი რომ ერთი ზემოთ რო არის მთავარი ტირანი ის მარტო კი ვერ იმეფებს იმას თუ არ აყავს თავისი ჯერ 2-3 ადამიანი ვისაც ის ენდომას მას ემსახურება ხო ამ 60 ადამიანს ყავს კიდე თქვით 10 და 20 და მე 500 და შეიძლება რამდენიმე 1000 მე ასე რომ ჩამოვისვათ ესა იერარქია აი ტირანია ყოველთვის ერთი ადამიანი კი არა არის იერარქიული ასე რომ ვთქვათ სტრუქტურა რომლის ქვემოთ არის 1000-ობით და 100-ობით 1000 ასე რომ ვთქვათ დასაქმებული მაგათ სისტემაში ვინაც ემსახურება და ასიცოცხლებს აი ამ ტირანიას და აი ხალხმა თუ არ გამოუშიგნა ქვევიდან თვითონ ხალხმა თუ არ თქვა უარი ამ სისტემის მომსახურებაზე და თუ არ გამოვიდა მათი მომსახურებიდან და თუ არ გამოაცნა ნიადაგი მაშინ ესეთი ტირანია იქნება მუდმივად და ამას ვერ ხდება ეს ხალხი კობა არაადეკვატური ხიმილი მაგაშკარად სახეს და რო არ იფიქრო რომ რაჭის ამ გოგოსო უნდა განმარტო ამ ყველაფერზე საუბრობ და ქვემოთ კომენტარებში რეები ხდება რუსეთუმეები ფუისირცხვილი თქვენ ქვეყნის მოღალატეები რამოდენიმე იყო და რუსეთუმე ვარ მე გერმანიის მოქალაქე ვარ რუსეთუმე მე ვარ გერმანიის მოქალაქე ვარ რუსეთუმე მაგრამ არ წავიდი რუსეთში არ წავიდი გერმანიაში წამოვიდი რატომ ოღონდ მე ვარ რუსეთუმე რომელმაც რუსული არ ვიცი აი ეს სამეთყველო რუსული არ ვიცი და ვარ რუსეთუმე რომელსაც ქართველი მიწერს ქართულად შემსახელსაც კი ვერ წერს სწორად მოცადე ანუ ესე იგი გერმანიის მე გერმანულიც კარგად ვიცი რუსულიც კარგად ვიცი და იმაზე გქოსათ კიდე გერმანული ვიცი მაგრამ რუსული ვიცი ძალიან კარგად და როგორც ქართულის თარჯიმანი ვარ გერმანულ ქართულად და ქართულ გერმანულ ისე შემეძლია და ისე ვარ რუსულ გერმანულ და გერმანულ რუსულის თარჯიმანი და მაგაშიც კაი ფურსაც
ღებულობ მადლობა ღმერთს, ძალიან კაი რო ვისწავლე თავის როზე რა. რაც მეტი ენა იცი, მეტი ადამიანი. მაგალითად ვთქვათ ახლა, გერმანიის ელჩი რუსეთში, გრაფ ოტო ფონ ლამპსდორფი, რომელიც დღეს მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ესაუბრება ლავროვს კი არა, ლავროვის მოადგილეს. აი ეს პიროვნება გერმანელი გრაფი ფონ ლამპსდორფი რუსეთუმეა, თქვენი გაგებით? და რუსეთუმე რო არის, იმიტომ ელაპარაკება რუსეთს, თუ თავის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა იქ, იძულებული გახდა რომ ისულიყო და დაეწყო ლაპარაკი, რომ იქნებ რაღაცა გერმანიის სასაგებლოდ გამოსულიყო საბოლოო მდგომარეობა. აი ამ დონის დებილები ხარ თქვენ, ვიდაც ამას წერთ. რა უნდა გელაპარაკოთ? მაგითო ავხსენი რომ ეხლა ადამიანი ასეთ სერიოზულ თემაზე საუბრობ ხსნიდა მე არაადეკვატურად მაგ ღიმილი სახეზე არის ფიქრს ამ გოგოს რა სჭირსა და მაგითო გითხარი ქვემოცა გიჟეთია თქო გასცა ხალხმაც პასუხი ძალიან მადლიერი არიან შენი ძალიან ბევრი წელი აი ეს ხალხი ხო რუსეთუმეობასთან და რუსეთთან ბრძოლის ეგიდით რომ საქართველოს დაღუპეს და დააქციეს და ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში და ქართველი ბავშვი რო ეცემა და იგულიყოფი ევროპელები რომ არ ეხმარებიან აი ყველა რუსეთუმე და ყველა რუსეთის ესა რა ქვია იმას მომხრეგჯობი აქვს თქვენ საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ თქვენი შედეგი ესაა რაც დაიდო. აქცეული ბავშვი, რომელსაც არავინ არ ეხმარება საზოგადოებაში. ესაა თქვენი გაკეთებული საქმე. თქვენი გაკეთებული, რუსეთის არა. ვერ დააბრალებ რომ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი არის ესაო. ვერავინ ვერ დააბრალებს 10 წლის ბავშვის და 9 წლის ბავშვის ქცევას. 35 წლის წინანდელი საბჭოთა გადმონაშთს ვერავინ ვერ დააბრალებს. ჩაიხედა თქვენ გულებში რა საკეთებს რაც ვაცადეთ რისი უფლებაც მივეცით თაობები წლების განმავლობაში როგორც ჩამოვალპეთ იმის შედეგს ვიმკით ეს ბოდიშო ხო და ეს ხალხი ყველაფრის ღირსი არის მე ვუყურებ ბოდიში აღარ მეწოდება რა და ძალიან დიდი ბოდიში თეკლა რა მაგრამ ესე ყველა რისი ღირსიც არის იმას მიიღებ და ღებულობთ კიდევაც რა და მე კიდე კაიროს გამოვასწარი აქედან ჩემი შვილები ძალიანაც კაი ევროპაში და გერმანიაში მყავს ძალიანაც კაი იმიტომ რაღაც სიგიჟეებს გადავარჩინე კიდე. ახაც არა ყველაფერი იდეალური, მაგრამ ბევრ რამეში მაგას მაგ სიტუაციას და მაგ ნამდვილად ჯობია აქ ადამიანის და ბავშვის ახალგაზრდის გაზდა და ესა რა ქვია სკოლას და ბაღის და ყველა. პატარა მაგალითს გეტყვი მაგ თემაზე ნახე. ხა იცი რომ მეც ქალიშვილი მყავს 15 წლის გოგონა მყავს და კატასტროფული სიტუაცია მაგ მხრივ და გეტყვი რატომ. არ არის ჩუმი ტიპაჟი, ანუ თავის პოზიცია ვერ დააფიქსიროს და აზრი ვერ დააფიქსიროს. თავისი აზრი თუ დააფიქსირა, სკოლა იქნება ეს თუ ანუ ცეკვა, მასწავლებლები არამეა, იქ როცა აფიქსირებს საკუთარ აზრს ძალიან უმცირესობაშია. ფაქტიურად მეგობრების წრე ძალიან ერთეული ბავშვები არიან. იმიტომ თან მშობლებიც ძალიან გაევროპელებული, ანუ ევროპელობა გონიათ ყველაფერში აღვირახსნილობა, არასწორი აღზრდა ევროპაში ძალიან ბევრი კარგი რამეა და კარგი რატო არ გადმოიღეს, მაგრამ ცუდის გადმოღება გვჩვევია და მარტივად ვითვისებთ ხოლმე, ხო? ყველაფერი ცუდია გადმოტანილი. ყველაზე მეტად დავაფასე მასთან მეგობრობაში და კომუნიკაციაში, ანუ მე არ ვზღუდავ ჩემს შვილს ვიმესთან და აი ამასთან არის მეგობრო, იმასთან იმეგობრე, მაგრამ აი თუ უფრო შედარებით თავისუფლება მივეცი იმ სეგმენტთან, ვისმა დედიკოებმაც თავადვე მოითხოვეს, რომ მშობლები უნდა ვიცნობდეთ დედა ერთმანეთს. ანუ სადმე გასეირნება ბავშვებს გასვლა რომ უნდათ ან რაღაცა არიან კატეგორია ვისთანაც მე ვცდილობ რომ ჩემი შვილი დისტანცირებული იყოს და რაღაც აი არ უბოჭავ მაგრამ არ მესიამოვნება ხა ღამით რომ მშობელი შვილს გაუშვებ 14-15 წლის გოგოს სტუმრად დასაჩენად 1 დღე 2 დღე 3 დღე და მშობლებს არ იცნობ არ იცი ოჯახში რა სიტუაცია ეს არის კოშმარი ოღონდ ეს თავისუფლება გონიათ ეს დამოუკიდებლობა გონიათ და ეს ევროპელობა გონიათ და ამ ფორმულირებით აქვთ ეს ყველაფერი შეფუთული ეს არის კატასტროფა და მისი პოზიცია რამე საკითხზე დააფიქსირა ბავშვმა და მას არ ეთანხმება უმრავლესობა ბულინგის მსხვერპლი გახდება ეგრევე თუ კი სუსტია ფსიქოლოგიურად გაჩუმდება რომ ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს და თუ არა და მოუწევს ერთი თვე ორი თვე ატანა იმ ბულინგის სფეროში ყოფნა. აი საქართველოში ზოგადად აი ყველა ადამიანს აი რაც აკლია თვითონ იმისკენ მიისწრაფვის. ეს ხალხი ვინაც მიისწრაფვის ევროპისკენ და აი ამ მისწრაფების გამო ყველაფერზე ესე იგი ყველაფერს ყველა სხვანაირ კრიტიკას და სხვანაირად აღიქვამს თულად და ეომება და ებრძვის ეს გასაგებია, იმიტომ რომ მათი ცხოვრების აზრი ესაა რომ აი მისწრაფვა ევროპისაკენ, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ მათ ევროპა აკლიათ. ევროპულობა აკლიათ. აი ნახეს ევროპა შეიძლება შემოდენ ერთხელ რაღაცა როგორ უვიზოთი და ვარაკაი ყოფილა და უნდათ ისევე რაც დაინახეს ვიტრინაშიაც დაინახეს თორე ხო. ესენი მასწავლიან მე ევროპელობას და მე არ მაკლია არც ევროპა, არც ევროპულობა 96 წელი იყო საფრთხილად ჩამოვედი გერმანიაში, მაშინ მიყავ 18 წლის. ამის მერე კიდე მეორეჯერ ჩამოვედი 2 წლის მერე 18 წელს როგორც გასვლის სტუდენტი ხო, როგორც პრაქტიკანტი. როგორც გასვლის სტუდენტი გერმანული
გერმანული სტიპენდიით ხოდაშორის, იმიტომ რომ გავიმარჯვე მან კონკურსებში. ჩემზე მეტად არავის არ გიყვარდა თქვენ არცერობა და არც გერმანია, არც მის კულტურა, არც მის ლიტერატურა და არც მის ისე რა ქვია, შემოქმედებები არავის და არც ერთმა არ იცით კიდე ჩემ დონეზე. გერმანიის ლიტერატურა და გერმანიის ხელოვნება და გერმანიის ისტორია და მეცნიერება. ვერავინ შემეჯიბრებით. ვერც გერმანიის სიყვარულში და ვერც ევროპის სიყვარულში. და 99 წლის მერე უკვე ესე ამდენი ხანი გავიდა გერმანიაში და ევროპაში ვარ და ევროპის და ევროკავშირის და გერმანიის მოქალაქე ვარ და ესე იგი მე არ მაკლია ამას გეუბნებით ხალხო რა მე რო არ მაკლია მე შემიძლია თქვენგან გასხვავებით შემიძლია უკვე აი ამ შემდგომ ევროპასაც შევხედო უფრო კრიტიკულად და კარგზეც ვილაპარაკო რაც პლუსები აქვს და რაც გერმანელს აწუხებს ჩემ მარტო მე კი არა როგორც გერმანელს ვქრავს აი ჩემ მეზობელ გერმანელს უაწუხებს სუფთა გერმანელს და ის აკრიტიკებს მაგათად მერცის პოლიტიკას და მას უნდა მშვიდობა მათ შორის რუსეთთან დალაგება და ის ბრიტანელი რომელიც დღეს არის გამოსული ქუჩებში და თავის იდენტობას იცავს ის არის ევროპელი და იმ ევროპელების მხარდაჭერა აქვს ჩემი კობაკუბრაშვილის მათ შორის მექნება ამ ევროპელების გვერდითუდგები ამ გერმანელების გვერდითუდგები და მექნება მათი მხარდაჭერა ჭეშმარიტ და ნაღდი ევროპელების თუ არა იმათი კი არა ვინაც გლობალისტებმა რაღაცები ამერებსაც თავზე მოახვია და ამ დღეში ჩააგდო რა რის გამოც ხდება ის რაც ხდება რომელიც არავის არ მოგწონს აქ მოცხოვრებს რაც გაფუჭდა თორე რო ჩამოვედი მე გერმანიაში 99 წელს სულ სხვანაირი გერმანია სულ სხვაგვარი მდგომარეობა იყო მათ შორის ასე რომ ვთქვათ იდეოლოგიურ და ღირებულებათა ასე რომ ვთქვათ ნორმებში და თუნდაც ქრისტიანობის და რელიგიის ასე ვთქვათ გავლენებით ხო ამას ყველაფერს თავი დამანებთ რა ხო და ამიტომ თქვენ ღლაპებო თქვენ მე ვერ დამიწყეთ მაგის სწავლებას ევროპა რა არის და ევროპულობა და გერმანია რა არის და თუნდაც საფრანგეთი და თუგი და დიდი ბრიტანეთი რა ხო და თქვენ რო გაკლიათ ეს გასაგებია რო გაკლიათ მაგრამ თქვენ ისედაც გაკლიათ ბევრი რამე გაკლიათ კიდე რა ხო და ყველაფრის მე ვერ ვახერებ ახლა შეიძლება ვისაც უნდა მომისმენს და გაიგონებს ჩემას და შეიძლება რაღაცა ისწავლოს უფასოდ გასწავლით ხო ფულს ხო აქვს იმათგან გასხვავებით რომ თქვენგან $1000 და ევროებს ითხოვენ და ამის სოდნის მაგივრად გაწვდიან ცრუ და ყალბ იდეოლოგიას მაგრამ თქვენ ეს გიყვართ ტყბილი გრიჩანოიათ ხო და მაშინ წადით და უსმენთ იმათ ხო და მიდით და იხადეთ ფულები და მათ სემინარებში იხადეთ ფულები და მაშინ გავძართ ახლა ვერ დაგაბათ ახლა თეკლა გოგავას ლაივზე ვინმე რო შემოდით და რო რაღაცებს აკომენტარებთ თქვენ იმას რა ქვია გამოთქვამ გულისხმობა გამოთქვით იმ ადამიანებზე ვინაც თავისი შვილები ვერ აღზარდა ადამიანებად საქართველოში რომ გვერდით რო ბავშვი დაეცა იმას არავინ არ დაეხმარა და თქვენ ყოფილიყავით მათ გვერდით თქვენც ასე გააკეთებდით იმიტომ რომ იგივე დამპალი თესლიდან ხართ აღმოცენებული ვინაც ესეთ კომენტარებს აკეთებს იგივე დამპალი თესლიდან აღმოცენებული ეს არის სიმართლე ჩემო ძვირფასებო და არ მოგეწონა ცივი წყალი დალიეთ მაშინ გაიარეთ გამოიარეთ ცივი წყალი დალიეთ მე კიდე გავაგრძელებ საუბარს მაგალითად ირანზე ქონდა საუბარი და ირანის ელჩზე და ალბათ საჭირო იქნებოდა უკვე ირანსაც გადავწყვეტ იმიტომ რომ აი ჩვენგან განსხვავებით ამ ხალხს უფრო მეტი ღირსება აღმოაჩნდა და უფრო მეტი ასე ვთქვათ ხერხემალის და იხდი ყველაფერი რომ თავისი პირველი დიპლომატია საქართველოში ვისაც ხა წლების განმავლობაში პირველად იყო მე დიპლომატიურ შეხვედრაზე ესეთ ბრიფინგზე რომ ავი მიწვეული კი ბატონო მაგრამ აქ აღნიშნავ რას როდესაც რაიმე რომელიმე ქვეყნის ელჩი საქართველოში ბრიფინგს მართავს ლაივში ვუყურებდი ყოველთვის და მისმენია მათი საუბრებისთვის პირველი ელჩი იყო, რომელიც მართლა ვთქვი, რომ აი დიპლომატია ძმაო თქო. აი ესეთი გამოვედი გამიკვირდა მე თუ ჯერ ირანს მხარს დაუჭერდი ისტორიის განმავლობაში და ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ამას ხოვერაც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს მოცემულობა დაგვიყენა ამერიკა-ისრაელმა ობიექტურობა თუ გინდა, თორე სრულ ინფორმაციების გავრცელება თუ გინდა, ყველაფერს იტყვი ადამიანი და ამას ვხედავთ დღევანდელ მედია საშუალებებიდან სრულ ინფორმაციების მთელ კასკადშია ხალხი გახვეული და სად სიმართლე და სად ტყუილი ვეღარ ერკვევიან და ვეღარ იგებენ ძალიან ცუდი რაღაცა. ახლა ჩვენ ვისვედრებით, ჩვენ ვედრებით ქვეყანა რომელსაც ყავს სხვის მიერ დაყენებული ფსევდოელიტები, რომლებიც იგი მე რა ქვია მას ვინაც კაგაში ასულებს ხვის და დავალეებს იმას აწინაურებენ და იქამდე მივიდეთ რომ ფეხბურთელები და ასე შემდეგ ხო და დავშვით უმაღლეს ხელისუფლებად პრეზიდენტებად და მერებად ასე შემდეგ ხო მათგან განსხვავებით ირანის პრეზიდენტები და მერები თუნდაც ქალაქების და მინისტრები არიან ორი უმაღლეს დამთავრებული დიპლომიანი კი არა სადოქტორო დაცული ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები, დიპლომატები და უმაღლესი დონის გაზრდილი დიპლომატები და მათ შორის რა ქვია კანტის იმაში ქონდა დაცული რა კანტის ფილოსოფიაში სადოქტორო იმას რა ქვია რა ვინაც იყო ბოლო ირანის პრეზიდენტი მოკლეს მე რა ისა რა ქვია მაგრამ იმაზე თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი აიღე
უმაღლესი პილოტაჟი, მათ შორის დიპლომატიაში. და აი ამას გვაჩვენებს ირანი ბოლო ესე იგი ბოლო წლების განმავლობაში რაც დავინახეთ ახლა მათ შორის დიპლომატური და ხო ხედავ რა მოლაპარაკებები რა დონეზე იმართება და რამხელა დათმობების გაკეთება უწევს აშშ-ს იმის გამო რომ როგორმე სამშვიდობო მოლაპარაკებად და ხელშეკრულებას დაიყოლიოს ეს რამხელა ქვეყანა რა დაუხები მოჭამეს ბოდიში და ამდენი დამომვის დღეს დღეს ტრამპის განცხადებაზე ძალიან გამეცინა დღეს ირანთან ომი დავასრულეთ ან 3 წერტილი უნდა დაეყოლებინა იქ. ნუ მე რამდენად დაასვა, მე რამდენად მოიგო და მე რამდენად 3 წერტილი უნდა დაეყოლებინა აუცილებლად. თეკლა მე როდის თქვი ბოლოს როდის იყო მაგალითად საუბარი რო თქვი რაფერი ადასრულებულა მეთქი და კიდე დაარტყავს მეთქი და აბა აი მარაგების შევსების პროცესი 49 ტომაჰავკი გაისროლა ანუ 49 ტომაჰავკი გუშინწინებზე რის გამო გაისროლა და არა მარტო ტომაჰავკი ხო და იქ ვერტფრენი ჩამოუგდეს და იმას მოყვამელე მთელი ამბები ჯერ იმას რომ საუნდა იქ რო დაფრინალა თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ხო ამიტომ ტრამპმა განაცხადა და ტრამპმა დაწერა რომ მოდის რაღაც შეტყობინება რომელიც იწყება სწორედ რომ ტრამპმა განაცხადა იმას მე იმის კი აღარ ვკითხულობ მე აღარ ვკითხულობ იმიტომ რომ არის აბსოლუტური პროპაგანდა და აბსოლუტური ესე იგი ერთს დაწეს მეორეს გააკეთეს მეორე დღეს და მესამე დღეს სხვა რამეს დაწეს კიდე და არის მიშტერებული ხალხი ესე იგი ტრამპის ტვიტში რა დაიწერება იმის მიხედვით იმატებს ან იკლებს ნავთობის ფასები და არა მარტო ნავთობის ფასები ხო და ნუ ახლა რა უყვა ამ დონეზე არის ხალხი და ახლა მე ვხედავ რა გააკეთა ტრამპმა რა განაცხადა კი რას აკეთებს მე რას გააკეთებს კიდე და იქიდან და რას გააკეთებს მალ წინასწარ რომ ამბობ მე კიდე გავიმეორებ ახლა ირანის ამბავი ხო არაფერიც ადამთავრებულა და ირანი კიდე დგას და დადგება დიდი გამოცდების წინაშე თუმცა იკვეთება ერთი რამ რომ აი ერთი კონკრეტული ესე ვთქვათ კარგად ორგანიზებული ძალა და ეს არის ირანის ისლამურ რევოლუციურ მუშაკთა კორპუსი აი ეს ძალა რომელიც იქცნობდა უფრო რადიკალურად სწორედ ეს ძალა იძლიერებს თავის პოზიციებს ირანში ხდება მის პოზიციების გაძლიერება და შესაბამისად იქნება უფრო ხისტი მისი პოზიცია თუნდაც აი მოლაპარაკებებში და ქცევებში მათ ირანმა ბოლო დღეებში დაბომბა ამერიკის ბაზები უახლოესი არაბულ ქვეყნებში ახლა დღესაც კიდე შეიძლება რაღაც ამაღამ კიდე მოხდეს გართულებები მე ვიცი რომ შაბათკვირას იციან ამერიკელებმა და არის კრიტიკული დრო ასევე უკვე მე ივლისის ბოლოსთვის როცა უკვე ჩემპიონატი და ახლა ჩემპიონატის გამო არის კიდე რომ ამერიკაში რო და დავტარდება რომ კიდე იქნება ამის გამო თავს იკავებდნენ და არ უნდათ აი ამის ესკალაცია და ამიტომ არის დროებით ცეცხლის შეკუთხა საუბარი, მაგრამ აი აგვისტოსკენ უფრო და მე სექტემბერ-ოქტომბერშიც უფრო გაამწვევებენ აი ამ სიტუაციას და საბოლოო ჯამში ისეთი დაბომბვები წავა ირანის რომ მართლა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დააყენებენ აი ამ ქვეყანას და ნახოთ კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი ტრამპის საოცარ განცხადებებს მინდა მაყურებელს უთხრა რომ დღეს გააკეთათ ისეთი განცხადებას რომ ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივახციეთო შესაძლოა ხელი ევროპაში მოეწეროს ამ შეთანხმებასო და ამის პარალელურად ვრცელდება ირანის საგარეოს განცხადება რომ არანაირი შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული თეკლა აი ამ მოჯადოებულს მე ნამდვილი ვთქვია რომ იგივე მოჯადოებულ წესზე დავგვატარებენ და ეს იტყვის რომ არის ესეთი უარსა თქვენ მე ეს ირანი იტყვის რომ ჩვენ ეს პუნქტები შევათანხმეთ და მე გამოდის რამე და იზავჟა არაკაცო მაგენი ასისულელია და მე შეიძლება ტრამპმა რაღაცას თქვა და ისრაელი გამოდის და გაგიჟებული არის შენ გიჟი ხო არა ხარო რას ქვიაო და რაღაცაო და ნუ ახლა ასეთნაირი ესე იგი ასეთნაირი ასე ვთქვათ, ასეთნაირ შოუებს დგამენ, მეტი არაფერი არ შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? და საუბარი არის იქ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ მე ამ შეწყვეტის რეჟიმში გაგრძელდეს რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც ნათქვამი, აი, როცა დაიძახებენ მშვიდობა და შალომსო დაიძახებენ, შალომ და მშვიდობა დამყარდა, მაშინ დაიწყება სამწუხაროდ რაც დაიწყება თავდავიწყება რა ესე რო ვთქვათ რა იმიტომ რომ იმ დროის განმავლობაში სწორედაც რომ ემზადებიან გადაიარაღდებიან ახალ რაკეტებს და სხვა სისტემებს კიდე ავსებენ და აწარმოებენ რომ იყვნენ მომზადებული შემდეგი უფრო დიდი ასე რო ვთქვათ ტალღისთვის იმიტომ რომ სანამ ფუნდამენტური პრობლემა არ გადაწყდება ირანის მანამდე ვერც ისრაელი და ვერც ამერიკა მას ვერ მოეშვებიან ელემენტარულად და ვერ დაანებებენ თავს და შესაბამისად სანამ ირანი არ გადაწყვეტს თავის პრობლემებს ისე რომ თვითონ თავის რეგიონში არ უზრუნველყოფს თავის სუვერენიტეტს და თავის გადარჩენას, მანამდე არც ის ირანი არ ასე რომ ვთქვათ დათმობს და არ წავა იმ სახის კომპრომისებზე, რომელიც მომავალში მის
არსებობას და მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნის და მეგონი ეს კარგად დაინახე შენ ირანის ელჩის პასუხში მის ასე ვთქვათ ხედვაში მის სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ხო და მის გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ პარადიგმაში რომელსაც ის წარმოადგენდა როგორ აზროვნებს და ეს არის თერი ირანის ელიტის აზროვნების პარადიგმა და ქართული სამწუხაროდ ვერ გებულობენ იმიტომ რომ უბრალოდ განათლების დონე გვაკლია ჩვენ რა ვინაც არის ჩვენი ელიტა სამწუხაროდ და ვისაც მოეთხოვება პასუხი იმათ აკლიათ განათლების დონე რომ აი მაგ დონეზე გაუხაჩონ და მაგ დონეზე დაელაპარაკონ გინდა ირანს გინდა რუსეთს მით უმეტეს დასავლეთს გინდა დასავლეთ შეიძლება ელაპარაკონ ლაკუცით და რაღაცა ფეხებში ჩავარნით ხო თუ არა თურქეთზეც არაა საუბარი და ისრაელზე კიდე გავსებული არის საქართველოს მაგათი აგენტებით გინდა ისრაელის აგენტებით გინდა ამერიკის და გინდა ევროპის აგენტებით და იჭერენ გულბაათ ცხილაძეს რომელიც არის ღია საზოგადო მოღვაწე და ღია წყაროები და ყველაზე სასაცილო ალბათ ვერ მოიცვიდი მაგისთვის რომ მოგესმინა ზაზას უდევს დავით აი ასრული ვერსია ჩემთანაც მაქვს გაზიარებული მისი შეკითხვა როგორიც იყო გულბაათ ცხილაძესთან დაკავშირებით და ესეთი მაგალითი მოუყვანა თან მასაც გაეცინა ისე ზაზას ეუბნება რომ ვიცით რომ ეხა ოფიციალური შეხვედრის გარდაო მასთან აი ესეთი როგორც თქვენ ხართ ეხა მოსული არაფერი ყოფილაო და ეხა ძალიან ცუდად ვიტყვიო მაგრამ აქედან გასულზეო ეხლა თქვენ რომ გახვალთო სპეცსამსახურებმა რომ დაგაკავონო ჯაშუშობის ბრალდებით ეს იგივე არისო და სასამართლო და არაფერი არ არის ამ ქვეყანაში გამორიცხული ან წარმოიდგინე ბრიფინგზე ვართ ოფიციალურად და შეხვედრაც ეგეთი ფორმის ყოფილა ანუ ცოტა შეხვედრა არ მქონია ამ ადამიანთან არასდროსო სხვებთან მქონდაო რამოდენიმე ანალიტიკოსთან შეხვედრებიო 3-4 ერთად შემიკრებია ხოლმე ვახშანის მქონიაო მაგრამ ბატონ გულბაათთან ოფიციალური შეხვედრის მიღმა არც კონტაქტი მქონია და არც კომუნიკაციაო რა და აქედან გასულზე ეხლა თქვენ რომ დაგაკავონო აი იგივე იქნება გამოვა ზუსტადო რაც ეხლა ჩვენთან თუ არის კავშირშიო და ნახოთ რა გამოჩნდება რადგან გრიფიც აიდუმლოადებს საქმესო თუ გონივრული აზრი არსებობსო ესეთიო რომ ორ სახელმწიფოდან ერთ-ერთი ირანი მოიაზრებაო ზაზამ ეგეთი ფორმულირებით კითხა იმიტომ მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვი როდესაც მედიებში გაჟღერდა ეს და თუნდაც სამართალდამცავების დაკავების პერიოდში ორი ქვეყნის ჯაშუშობაში მქონდა ბრალდება წაყენებული ხო ორი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებოდა და ერთ-ერთი სავარაუდოდ რუსეთი და მეორე ირანი, იმიტომ რომ რამდენიმე კონფერენციაზე იყო ირანის საელჩოში ის მიწვეული და ასევე შექმნა სპეციალურად რუსოფობიული განწყობების ორგანიზაცია, რომელიც სტატისტიკებს ადგენდა ეს ადამიანი, სტატისტიკებს აგროვებდა. თან ეს საჯაროდ ხდებოდა. და ამ ხრივ საჯარო კომუნიკაცია თუმეტეს მას სპეცსამსახურებთან რაღაცა შიდა სახელმწიფოებრივ ინფორმაციებთან წვდომა არ ქონდა ან რომელი ზებირთული სახელმწიფო ჩვენ ვარ და შეიძლება ჩვენ რაღაცა ისეთი ფუნდამენტური ინფორმაცია ქონოდა ბატონ გულბაათს რომ ქვეყნის საწინააღმდეგო გამოიყენებინა ეგ საერთოდ სხვა აბსურდია კიდევ ახლა ერთი არის შენი მაყურებელი თუ შემოსული ეგრეთული ნიკნეიმი არის ნაციონალისტი შეიძლება გადახედო ძალიან აღელვებს ერთი შეკითხვა იმიტომ რომ მესამე თუ მეოთხე დაწერა ახლა ჩემი სამართით ირანში რატო არ ხარო და რატო ხარ გერმანიაშიო აი არ ვიცი ახლა ამ შეკითხვაზე რამე სერიოზული პასუხი ხო ვიყავით ახლა ვაიმე ხა ირანისტები ახლა გერმანია თუმე და ევროპა თუმე რატო ვარ და ევროპა რატო მე გამოვდივართ ეხლა რადგან მაგ თემაზე ვლაპარაკობ. ხალხს ობიექტურობის ადავები აქვს დაკარგული. ახლა ირანის მოხდა გამოვდივარ. ხო, აბა ეგ ირანის პოლიტიკაზე ვისაუბრე და ირანის მოხდა გამოვდივარ. ირანი უფრო უარეს რაღაცას უშვება თავის ხალხსო თავის შეგეთო ირანის რეჟიმი და როგორ შეიძლებაო მაგათი ისაუბრა ეს არის. საგარეო კუთხით რასაც ხედავთ ჩვენ ხალხო რასაც ეხა ამერიკა და ისრაელი აკეთებს ირანის მისამართით ჩვენ პოლიტოლოგია ადამიანი და აფასებს პოლიტოლოგიის თვალსაზრისით რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში და ჩემს ქვეყანაში რა ხდება შიგნით ჩემი საქმეა სხვა არ უნდა ჩაყოს ცხვირი ჩვენ იმათში და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში არ ვერევით რაღაცა კრიტიკის სახით რამე ინფორმაცია რომ გაჟღერდება შეიძლება პატარა განაცხადივით გავაკეთოთ მაგრამ იქ რატო ხდებაო და ჩვენ ჩავიდეთ იქ და შენი დაალაგე სხვა განსად მიშვებ. ჩვენ ლაპარაკობთ პოლიტიკაზე რაც მე შემეხება თავის დროზე გერმანიასაც საქართველოსაც ყველას შეეხება რასაც ამერიკა აკეთებს ეხა ირანთან მიმართებაში. მოკლედ ვიტყვი რა რო გაიგო სამხალხმა რა ირანი არის თქვენი პირდაპირი მეზობელი მანდ რეგიონში ძალიანაც რო არ გინდოდეთ და ძალიანაც რო გეზარებოდეთ და გეჯავრებოდეთ ვერ შეცვით გეოგრაფიას უნდა გაითვალისწინოთ რომ ირანი არის ჩვენი უშუალო მეზობელი რაღაცა ერთი პატარა სომხეთი გვაშორებს და აზერბაიჯანიდან ვეიწყება იქიდან ირანი და ყველა გზები გამოდის ჩინეთიდან მოვალ ირანზე და გადის საქართველოზე
და ირანის დაქცევა და დანაწევრება ისე გადაუშვი საქართველოს ტალღად, რომ თქვენგან აფრია გადარჩება. მარტო სოფლის თავი დავანებოთ რა. აი ამას კიდევ მე ჩავუმორდი, მაგრამ ხა რაღაც სხვა რატო ვარ გერმანიაში, რატო ვარ ირანში? კაი, იმიტომ რომ მე ვისწავლე გერმანისტიკაზე ქართულ უნივერსიტეტში დაგაგიწევთ სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე გერმანული ენა. იქ იყო მეზობლად ირანისტიკის ფაკულტეტი და ვინაც ისწავლა ირანული ენა, ის ირანშიც დადიოდა ის ხალხი და ირანი შეისწავლა იმ ხალხმა, ხო და არ გამختარა ახლა ისე ირანისტები და შაჰისისენი და შაჰის მომხრეები, არც შაჰის მომხრეები გამხრან და არც აიათოლების მომხრეები, მაგრამ შეისწავლენ ენაც კულტურაც და ფილოსოფია. აი, ვასილ პაპავარო არის და რომ მოდი შენთან და გესაუბრება ირანზე. ანუ ესე იგი ვასილ პაპავას არ უნდა ესწავლა. ანუ იცი საოცარი კომენტარებია ხოლმე, უბრალოდ მე და ვასილი საუბრობთ ხოლმე, ვასილი არ აქცევს ხოლმე კომენტარებს დიდად ყურადღებას და ვერ აფიქსირებს. ეხლა შეურაცხყოფოს ყოველთვის. გაგებით ჩვენი ირანისტი ვინაც ისწავლა ეს საქმე შეისწავლა ერთი კვირი ცოტა ყავს ისედაც მაგის ირანის სპეციალისტები ჩვენი მეზობელია მაგრამ ცოტა ყავს. ეგეთი პროფესიონალი საქართველოს ის არავინ არ ის მაგათო ჭკუა ვკითხოთ ამან ესე იგი დაუძახეთ რა ქვია აიათოლა თუმე ირან თუმე და ხო მეტი რა შეგიძლია თქვენ მე კიდე რაღაცა სხვა დამიძახეთ ახლა ირან თუმე ვარ თუ თუმე ვერ გავიგე საბოლოო ჯამში გერმანიაში შატოვარო გერმანიაში ვარ იმიტომ რომ გერმანელი მყავს მეუღლე და გერმანისტი მკამაკ ნასწავლი და გერმანული ენა ვიცი როგორც საკუთარზე ისე უკეთესი და აქ ვისწავლე აქ დავამთავრე პოლიტოლოგია სოციოლოგია და სამსახურის საქმე მაქვს და შვილებიც აქ მეზრდება და მაგით თქვენი საქმე არ არის მე ატორო გერმანიაში ხო სხვა დაწასულიყო ჩემი ისა რა ქვია კარიერა და ირანისტიკა და რა ქვია მას აღმოსავლეთურობა რომ ესწავლა შეიძლება მართლა მაშინ ირანში ყოფილიყავი და არც მაგი არ იქნებოდა იმისი დამტკიცება რომ აიათოლას მომხრე ვარ და მათი რეჟიმის მომხრე ვარ არანაირად უბრალოდ ვიქნებოდი სპეციალისტი რომელიც გაანალიზებდა იმ მდგომარეობას რამაც მიიყვანა ირანი იქამდე რასაც მისული არის და რატომ არის ირანი აქამდე მისული თუნდაც აი ხალხი რატომ იყო ასე ვთქვათ თუნდაც შიმშილობის ზღვარზე, აი ბოლო 30 და 40 და 50 წლის განმავლობაში მოწყობილი დასავლეთის მიერ და ამერიკის მიერ მოწყობილი, ესე ვთქვათ, აბსოლუტური ბლოკადა და აბსოლუტური ამ ქვეყნის ესე იგი ყველანაირად ალკის შემორტყმა და ყველაფრის ჩაკეტვა, რომ სწორედ ეს მდგომარეობა გამოეწვიათ. ამას ვერავინ ვერ უყურებს. და კაი, ირანის მდგომარეობას ვერ უყურებს ამერიკელებმა და ამერთან და მათმა პოლიტიკამ, მაგრამ აი, საქართველოს გადამართა ამერიკულმა ბანკებმა და თუნდაც ევროპულმა, თუნდაც დიდ ბრიტანეთის ბანკებმა. და აი რო გღლიტავენ და თქვენ რო გაცლიან ამ პროცენტებს და ბინებიდან რო გაგდებენ მე და იძულებული ხარ წახვიდე მე ება ტოლვილად რაღაცა ჩემნაირად კი არა რომ მე ჩამოვიდი როგორც გაცვლის სტუდენტი და ვისწავლე და რაღაცას მივახცე კაცო ენის ცოდნის გარეშე და ესე რომ მიდიან და დაიჭირა მე ამერიკაში იმან რა ქვია და ჩვენ თამამული და მოკლეს იქანა აი ეს გინდა თქვენ და ეს მიგაჩნია თქვენ სწორად რომ ჩვენი თამამული მოკვდა იმ აისის ციხეში და გონიათ რომ ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და მოკავშირე და რა უნდა გელაპარაკოთ ახლა ამ ხალხს რა უნდა გელაპარაკოთ ესე იგი იმას ვხვდებით რომ ჩვენაც ისეთ და იმაზე ვარეს მდგომარეობა ჩვენ გინაზე ვარეს მდგომარეობაში ვართ ჩაყენებული იმიტომ რომ ნეოკოლონიალიური კოლონიალიზმის ქვეშ ვართ აი ამ ამერიკის და გარკვეულწილად ევროპის ბევრი ქვეყანაც ამერიკის ვასალები გამოდიან ძირითადად აშშ-ის კოლონიალური წარმონაქმნი გამოდივართ რომელიც ხორციელდება მათი ბანკების და მათი ფინანსური კაპიტალის მეშვეობით ხო, მაგრამ ამ მდგომარეობას თქვენ არ უყურებთ თქვენ, იმიტომ რომ ხო გიჩვენებთ ეს ტკბილტკბილო ჩვენ ვართ უფრო ესე იგი რა ქვია უკეთეს მდგომარეობაში, ჩვენ გვაქვს უკეთესი დემოკრატია, ჩვენთან ესე იგი არ ხდება რაღაცეები და რაღაცეები, ხო, მერტმა უკრავს ხო და ეს ანიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართლებულია, რასაც ირანის რეჟიმი აკეთებს, ხო, მაგრამ ერთი არის გამართლება არ გამართლება და ასე ვთქვათ, სიკეთის და ბროტების კონტექსტში განხილვა და მტყარ-მართლის განხილვა და მეორე არის რეალური გაანალიზება მდგომარეობის მათ შორის გამოწვევი მიზეზების და იმ რეალობის და ნახვა რომ აი შენ მოგწონს თუ არ მოგწონს ამ ხელა ქვეყანა არის შენი მეზობელი და შენ ასაკეთებ რომ იქიდან საფრთხეები არ წარმოვიდეს შენი ინტერესებიდან გამომდინარე ასაკეთებ იგივე ირანთან და იგივე თურქეთთან თუ გინდა მიმართებაში ხო შეიძლება არ თურქეთთან ნახე მე ნიშნა კიდევ ერთ-ერთი განცხადება, როდესაც ისაუბრის დროს მოაყოლა ელჩმა, როგორი რაღაც თქვა, იცი, ჩვენო კეთილ მეზობლური დამოკიდებულება და კავკასიას დაინტერესებულად კავკასიაში სიმშვიდითო, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო, ვინც ძირიბად მაინცო შეეცდებაო დახმარებასო ამერიკის და ისრაელისო, საპასუხოდ ზომები იქნება უცებად მიღებულიო, ეს გინდა თავისიანები არ დაინდეს, კაცო რა ქვია თავისი ირანელი ახალგაზრდები არ დაინდეს ვინაც გავიდა იქ პროცესზე და იმათ გაუხსნეს ცეცხლი და შენ დაგინდობენ შვილო მან არ გამოუშვებენ რაკეტას 1 და 2 და 3-საც კიდე შენ თავზე თუ იცი და რო დაჭდეს საქმეს და მაგაზე რომ მიდგეს საქმე რომ შენ ამერიკის მოკავშირე და მისი ინტერესების განტარებელი ხარ რეგიონში ამაზეა საუბარი
და ვინ მოახდენს მე აი ამ საფრთხეების პრევენციას და ამ საფრთხეების ლიკვიდაციას თუ კი აქამდე მივიდა და აქამდე მოხდა ესკალაცია ჩვენ რეგიონში ამაზე გვაქვს საუბარი ჩვენ თუ არა ამაზე კი არა ჩვენ რომელი უფრო მოგწონს და რომელი უფრო არ მოგწონს ჩვენ უნდა მოგწონდეს ჩვენი თავი და ჩვენ ქვეყანა და ჩვენ ქვეყნის აშენებაზე უნდა ვზრუნოთ და ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე თუ არა ესენი ერთმანეთს ყოველთვის იქნება დიდ სახელმწიფოებს შორის ჭიდილი და ბრძოლა და გაკეთ იქით გადაწევა აი ამ ისე რა ქვია რა საბნის რომელს უფრო გადაწყვეტება და მათ შორის საქართველოს რომელსაც არჩევა საბოლოო ჯამში რას უკვირდები იცი გარემტერი რას დაგვაკლებს შიგნით იმდენი ყავს ესენი არ უბედური იმიტომ გეუბნებთ ეხლა არა ესენი ღირსები არიან რა სხვა დრო ისწავლიან კაცო ეს ხალხი სხვა ვერ ისწავლის სანამ ამათ თავზე არ დაპრაქტიკდება ეს ბურბალი აი იმის რა ქვია რა უბრალოდ რა არის ყველა ერთ კორსი ხაშება და არ მიმეტება მაგიტო ამ ყველაფერს თვითონ ქვეყანა არ იმეტება რა სხვანაირად არ ეშველებან ქვეყანას რა არამედ ვერ გაიგებს ეს ხალხი რა ხდება იგლო ახლა ხო არის ამხელა ბრძოლა არის საქართველოს სომხეთზე მათზე გავლენის მოპოვებაზე ვის დარჩება ვინ სომხეთი ვახსენეთ და არჩევნებიც არ დაგვავიწყდეს რა ხო რა თქმა უნდა ეს ვიდის დიდი საჭადო თამაში და ახლა ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი აღმოჩნდა და გამოდგა აი ამ დაპირისპირების რუსეთ და ევროპის და ირან ისრაელის ასევე ირან ამერიკის დაპირისპირების ფორმულის სუტის საკითხმა უფრო მეტი ინტერესი გააჩინა ეხლა სახმელეთო გზის აუცილებლობის და მათგან გამომდინარე ეკონომიკური კუთხით ყველაზე დიდი ინტერესია ეხლა კავკასიაზე ხო და მაგითო იმიტომ რომ ირანის ბლოკადა მარტო ზღვით არ მოხერხდება ირანს აქვს დიდი სახმელეთო გზები მათ შორის აზერბაიჯანეთთან საქართველოს გარდა რუსეთისკენ მათ შორის კასპიის ზღვა მათ შორის შუა აზიის და იქ პაკისტანი, ავღანეთი ამ ქვეყნების გავლით სახმელეთო გზები ისეთი არის რომ მაინც გაატარებს თავის რაღაცებს, გამოატარებს და იმის მაგალითად ჩვენი ფიქრობთ ჩვენ ამით ვიხეიროთ. ჩვენ ამით რაღაცა პლუსები ჩვენ ქვეყანას ასე ვთქვათ რაღაცა წაადგეს, კაცო და სავაჭრო მაინც გქონდეს ვიღაცებთან და ცოტა ვინ უნდა იფიქროს ამაზე, როცა ასეთი დონის ხალხი არის ჩვენი მათ შორის შემოპარებული ახლა ვიღაცე პროვოკატორები და ასეთი ტროლები და ბოტები აი ამათ უნდა რაღაცა აი ამათ ჭკუაზე დადის კიდე ჩვენი ხელისუფლება ამაშია უბედურება აი ამათ ჭკუაზე დადის ჩვენი მთავრობა და ამაშია უბედურება კობა ნახე რატო ბრაზდები ხოლმე ამ ხელისუფლებაზე როდესაც დადგება და ბრიფინგის სახით მომახსენებს და მეტყვის რომ ამ დამოკიდებულებით ესენი ქვეყანას აზიანებენ და საგარეო საქმეთა სამინისტრო ზრუნავს იმაზე რომ თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადობა შეინარჩუნოს და პროვოკატორობენო ნახე რატო ბრაზდები რამდენი წელი ესენი ხელისუფლებაში არიან რა გააკეთეს იმისთვის რომ ამ 14-15 წელი მოდის ხო ერთი თაობა მთლიანით სკოლაში შესვლიდან დასრულებამდე ლამის ერთი თაობა ხო ამათ ხელში გამოიზარდა რა გააკეთეს ის ბავშვები ებძვით ეხლა ქუჩაში ვინც გამოზარდეს მათი გამოზრდილი და ვინ ვაგონებითაც გამიზარდე და გამომიზარდე თაობა ის რომ მოგიტრიალდება მერე შენივე ლოგიკით რასაც წლების განმავლობაში აგონებდი და მერე უცებ ბრა ნენელა მაინც გაეთეხა ყიდული შემზადება მაინც გაეკეთებინა ნიადაგი შეემზადებინა ქვეყანა ზიანდება თორე მე კონკრეტული არავის სახე არ მაწუხებს პიროვნული სახეები მე პოლიტიკაში არ მაღიზიანებს არც ევროპელი ხალხის პრობლემა არ მაქვს მე ევროპული პოლიტიკა არ მომწონს სახელმწიფოებთან და სახელმწიფო მე ვითომ მეგობრობას რო უწოდებენ მეგობრებთან მიმართებაში ამერიკის მეგობრობა არ მომწონს პოლიტიკურად თორე პიროვნებებზე კი არ მაქვს ადამიანებზე კი არ მაქვს ქართულება ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პოლიტიკაში ვინ იქნება სახე პიროვნულად მისი პოლიტიკა რა პოლიტიკას არ მნიშვნელოვანი ჩემ ჩვენ ისე მოგვექცევიან ამერიკას და ევროპას როგორც ჩვენ ვისახავთ ჩვენი მოქმედებიდან გამომდინარე და ჩვენი ელიტებიდან გამომდინარე ან აზია საუბრზე გამოდის კაცო ხობახიძე დებატებში უჯდება აპრავებს ამეთი იმ რა ქვია ვითომ მეგეწოდებულ ოპოზიციას ნაციონალებს და მე კიდე გახარიას პარტიიდან რაღაცა და უმტკიცებს რა ცუდი იყო გახარია და როგორ აიძულა deep state-მა გახარია დაასვა ჩვენ თავზე დაგვასვა და ვისი ბრალი არის ახლა deep state-ის თუ ამათი ვინაც დაგვასვა თავზე ივანიშვილი დაწყებული და ყობახიძე დამთავრებული და ერთი გახარია კაცო გახარია მოღალატე ის რა ქვია ერთი პრეზიდენტი მოღალატე მეორე პრეზიდენტი მოღალატე მეორე ისა რა ქვია პრემიერ-მინისტრი სინაგას საქმეთა ციხეში მაგათი და ესაა მარტო ხელშეუხებელი თვითონ პრემიერი ხო პრემიერებზეა საუბარი და მეორე დღეს გამოდის და კიდე ხებადაკება თვითონ ყობახიძიდან მეორე დღეს რატომღაც მოუწია გამოსვლა ივანიშვილზე თქობა იმდენი კაიველი ლაპარაკა იქ რა იმ დებატებში და დაავიწყდა იმიტომ რომ თავის თავს უფრო ამართლებდა თავის აქციებს და იმათ აღინიშნა ალბათ რაღაცა დაუქნიეს იქიდან რომ შენ რაღაცაო ძალიან ბევრი აიღე შენ თავზეო და მთელი ესე იგი ნახევარი საათი დიდი რამბა და დითი რამბები და ხება ივანიშვილს და
მეორე კიდე რაღაცა სხვანაირი ისიც იყო ახსნა მაგისიც რომ თვითონ ხوارაპირებს უკვე ესა რა ქვია გაძრომას და გაქცევას ეს ჩვენი კობახიძე და თუ კი წამოვა სასჯელები იქიდან სწორედ ევროპებიდან და ამერიკებიდან ივანიშვილზე ყوار უნდა ხელი შეწმენდაო რომ მე რა შუაში ვარ აგერ ეს იყო თავში და ეს წყვეტდა ყველაფერს ხო ეს ასეთმა ვარაუდმაც გაიჟღერა და მე არ ვიცი ვნახოთ ესე იგი ეს ამას ამოყვება მაგრამ შემთხვევითობი არ ამგონია რომ შემთხვევითობა ყოფილიყო ასეთი დიდი საუბრები ამ შიდა პოლიტიკურ ჩვენ რეალურად ქართულ პოლიტიკაში ხა მით უმეტეს ქართული ოცნების პოლიტიკოსებს გულისხმობ დეპუტატები იქნება ეს პრემიერები იქნება პრეზიდენტი იქნება ყველას რატომ არ აქვს შიშის ფაქტორი არმიისისა შეიძლება აქვს კიდევაც და ჩვენ ვერ ვხედავთ ესე მკაფიოდ იმიტომ რომ ის ვისაც წინა დღეებში ხალხს აქებინებდნენ ადიდებინებდნენ ვაგარია ასია ისია ის პრემიერები თურმე მოღალატეები ყოფილან დაჭერილი ყავთ ის ვისაც თავად აქებინებდნენ თავიანთ სეგმენტს დღეს მოღალატეებად გამოუცხადეს და შიშის ფაქტორი სად არის მე რა ვიცი მე სადო დღეს სხვა თემებზე ვაპირებდი საუბარს რა და არც მინდა მაგაზე დიდი ესე იგი დაცვა დამხარდა და აზრი არა დადახოვა მოგვიწია კომენტარებიდან გამომდინარე და ხო რავია ხა რა უნდა ელაპარაკო მე რამდენი უკვე ვკეპნით რაღაცა წყალს უნდა აყავთ ესე რომ ვთქვა რა წყალზე გამახსნეს სხვაშორის წყალზე მინდა კიდე მეთქვა რა რომ წყალი არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც ახლა ჩვენ იმის გარდა რომ ჩვენ ვსაუბრობთ რომ აი შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს გამხდარიყო ენერგეტიკის გამხდარი თქვა იქ შუა აზიიდან და იქ წამოსული გაზის და შემდეგ ხო და ამით უკვე ხეირა უფრო მეტი ფაქტორი რომ და შეიძლება საქართველოს მიხელოს სტრატეგიულად და უახლოს მოვალში არის წყალი და წყლის წყალუხობა ამიტომ რომ აი შევხედეთ რა ხდება მაგალითად იქ რა ქვია აი ნილოსი რო ავიღოთ ხო მაგალითად ხო უახლოესი პერსპექტივები უახლოეს წლებზე გათვლილი ნილოსის ასე რომ ვთქვათ ზემოთ სამხრეთი გამოდის აფრიკაში ეთიოპიაზე გადის ძირითადად თავიდან სანამ ეგვიპტეში ჩავა ნილოსი ხო და აი ეთიოპიამ დაიწყო დიდი დამბის მშენებლობა ანუ რაღაც დიდი უშუალებელი კაშხალი და რაღაცა პლატინა ააშენეს პლატინა სულის თქვა მეგონი კაშხალი ხო და დამბა რა წყალს ხო და თვითონ გამოიყენებენ უფრო მეტად აი ამ წყალს და მის რა ქვია რესურსებს და აი ამის გამო ესე იგი იქ ეგვიპტეს ნაკლები წყალი შეხვდება ხო და მთელი ეგვიპტის ესა რა ქვია სოფლის მეურნეობა მაგაზია ნილოსის წყალზეა დამოკიდებული და უკვე ესე იგი ჯერ მარტო ესე იგი თეორიული საუბრები არის იმაზე რომ ეგვიპტის ესე თქვა გენელება თქვენს რომ შეიძლება სამხედრო ძალის გამოყენებაც კი დაჭირდეთ აი ამ პრობლემის გადაწყვეტად ეს მარტო იქ ნილოსში და ეგვიპტეში ახლა ავიღოთ რა ხდება თურქეთში და თურქეთი აშენებს როგორც მოგესწრება იგივე მსგავს დამბებს და კაშხლებს ეუფრატის და ტიგროსის მდინარეებს რომელიც პირდაპირ ესე იგი ურტყამს იქ ერაყის და სირიის ინტერესებს იმიტომ რომ მათაც აკლდებათ ეს წყალი და იქ წინასწარმეტყველებებიც არის რომ დაშრებაო ბოლო-ბოლო ეუფრატიო და მე დაიწყებაო რა და იქაც რა თქმა უნდა ეს არის უკვე ისეთი კონფლიქტები, პოტენციური კონფლიქტები, ხო, რომელიც უკვე დისკუსიის და ასე ვთქვათ, თეორიული მშენობის ეტაპიდან შეიძლება უკვე გაისად და გარდამაისად 27 და უკვე 28 წლებში გადავიდეს რეალურ ღია კონფლიქტებში. იმიტომ რომ ამაზე არის მიმული მათ შორის სასუსათო უსაფრთხოება, ხო, წყალზე და მოსავალზე. აი, ამუდარია რო ავიღოთ მაგალითად, ხო, შუა აზიის ცენტრალური მდინარე, ხო? აი ამუდარიას იგივე მდგომარეობა იმის გამო რომ ცენტრალურ აზიაში რა ქვია მას არალის ზღვა მაგითი იკვებება და არალის ზღვა შემცირებულია უკვე იმის გამო რომ ამუდარი იქ იყოფენ ყაზახეთი, უზბეკეთი და კიდე რომელიღაცა უნდა შეხედო რუკაქს, რომელიც მეტი დარჩება რა. აი, ესე იგი 19 საუკუნის კონფლიქტები არის და იქნება წყალზე, მათ შორის წყლის რესურსები და წყლის ასე ვთქვათ მომარაგებით უზრუნველყოფილი საკუთი არის სასურსათო უსაფრთხოება. და აი ამ დროს საქართველოს გააჩნია ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ბენეფიტი და კოზირი ხელში, რომ ასე იგი გვაქვს მადლობა ღმერთმა მოგცა ამდენი წყალი, რომ ჩვენ ეს წყალი შეიძლება მე გამოვიყენოთ სწორედ როგორც არა მარტო ჩვენი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ ვაწარმოოთ, ხანძრო ჩვენ აგერ უფასოდ გვაქვს და მოვიყვანოთ, მოვიწიოთ, განავითაროთ სოფლის მეურნეობა და ჩვენც ვეკნება პროდუქტი და სხვასაც გავყიდით. ეს ერთი და მეორე იმის მაგალითად იქანა იქ უკაცრავად. მეგონი გავცივდი ამ გერმანიაში, იმიტომ რომ ძალიან სიცივეებია ამ ივნისში და რა ვიცი, რომელ გლობალურ დათბობაზე გვესაუბრებიან, ცოტა გავუგებარია, იმიტომ რომ დათბობა თუ ნიშნავს, რომ ზაფხულში გაცივდები იმის გამო, რომ 10 გრადუსამდე ადის და წვიმა მოდის, არ ვიცი, მაშინ დათბობაში დაიგულისხმება ეს გადაუხვევი. სიტუაცია მაგ ასე რომ კი ბატონო. მაგრამ აი წყალზე ვსაუბრობდით და
იმის მაგალითად რომ ესე იგი წყალი გამოვიყენოთ აი ამ დანიშნულებისამებრ და ბოლო-ბოლო გავყიდოთ სასმერწყალად იგივე მეზობელ ქვეყნებში ირან შეიძლება დაჭირდეს იგივე ერაყი და მე ის ვახსენეთ ხო იქ სირია და სხვების კიდე ამის მაგალითად ვაშენებთ ელექტროსადგურებს რომლებიც მე ვიღაცები ისე რა ქვია მას გამოიმუშავებენ კრიპტოვალუტას და იმაზე აკეთებენ ერთეულები ფულებს ხო და ხალხს როგორც ყოველთვის არაფერი ესე იგი რაღაცამ ის წყალობა განხელობა ოქრომოთაც გიწერენ კომენტარებში მადლობა დიდი ხო ამიტომ ეს არის ერთ-ერთი კიდე მომენტი რომელზეც მინდოდა მე საუბრო რომელსაც ბევრი უნდა ისაუბროს წესით ქვეყნის ასე ვთქვათ სტრატეგიულმა მოაზროვნებამ და ძალიან ნაკლებად საუბრობენ აი ამ თემაზე და ამის მაგალითად პირიქით იქ რა ქვია ოღონდ ახლა ფული შევონ იაფად გამომუშავებული ელექტროენერგიით და იქ რაღაცა კრიპტოვალუტები და რაღაცებს ითამაშონ და იქაც ძალიან ბევრი ბაინერს ძალიან სულ წავიდა ხო საქმე რაღაცები უკვე მაგ რაღაცებსაც დაედევნენ და უკვე ამათაც აიყვანენ ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ აი ამ ბიტკოინებს და სხვა სახის კრიპტოვალუტებს, იმიტომ რომ გადავდივართ შემოძვირფასებულ ახალ ფინანსურ სისტემაზე, ხო? აი ესაა შემდეგი თემა, რომელიც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი როგორც 1971 წელს მოხდა რომ აი ნიქსონმა ხო არავინ არ მოელოდა მაშინ რომ გამოვიდა ერთშენიერ დღეს და აი იცით ოქროს სტანდარტი აღარ იქნება და მოხსნა ამერიკული დოლარი აღარ არის 71 წლის მერე მიბმული ოქროზე და ოქროს სტანდარტზე. მანამდე ხო იყო ბრეტონ-უდის სისტემა და ბრეტონ-უდის სისტემა იყო ოქროს სტანდარტი და ეს დაანგრია ნიქსონმა და შეიმუშავა ახალი სისტემა. უბრალოდ ამერიკის დოლარს ენდეთ იმის გამო რომ რატო ამერიკა იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე მძლავრი ქვეყანა ეკონომიკურად და სამხედრო პოლიტიკურად. ხო ამის გამო ყველა იყო დამოკიდებული ამერიკულ დოლარზე და აი ეს გახდა პეტროდოლარი, რომელმაც ბოლო ესე გაცდებულები უზრუნველყო ამერიკის ჰეგემონია მსოფლიოში. ახლა უკვე იცვლება ეს სისტემაც და ფაქტიურად გადავდივართ მსოფლიო წესრიგის ახალ პარადიგმაზე და გადავდივართ ახალ ფინანსურ სისტემაზე, რომელიც იქნება არა მარტო დოლარი, არამედ ყველა სხვა ვალუტაც ციფრული ვალუტა. და ეს ჩვენ გვინდა თუ არა ამას განახორციელოთ. ვალუტაზე გაშლილად ისაუბრე რაკობა. შენ ეს საკითხები უკვე კარგად გაქვს ჩაქექილი, მოძიებული და უფრო სხვანაირად ახსნი. კეთილი. რა საფრთხეები შეიძლება იყოს, რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ კრიპტოვალუტაზე, როცა მიდისაუბრეთ ციფრულ ფულზე. იმიტომ რომ TBC არის საქართველოში ინოვატორი ციფრული გაციფრულების საბანკო სისტემის და აქაც უკვე ძრები დაწყებულია მაგ კუთხით და რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ ეგ რომ იცოდეს საზოგადოება. ესე იგი მოდი იქიდან დავიწყოთ რომ აი ფინანსური სისტემა რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არის დამთავრებული და არის უკვე გარდაცვლილი 2008 წლიდან მოყოლებული. ანუ 2008 წელს მოხდა Lehman Brothers-ის ბანკის ჩამოსვლა. ფაქტობრივად მაშინ დაიშალა ეს უკვე არსებული ეს სისტემა, რომელიც მომდინარეობს 71 წლიდან, აი ნიქსონის პერიოდიდან და უკვე ყველა მის რომ არის რაღაც ზომბი, რომელსაც ასულდგმულებენ ახალი ფულის დაბეჭდვით, ახალი ომების ამოწყევით, პანდემიებით და ასეთი манипуляციებით. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიკრიბნენ აი ეს ფულის პატრონები და თქვენ რომ აუცილებელი არის ამ სისტემის რეფორმირება და რაღაც იმის მსგავსი ალბათ რომელიც მოხდა 2008 წელს აი რაღაც ფინანსური ნოკდაუნი ისე რომ განიცადოს ასე მსგავსი სცენარი შეიძლება ისევე მსგავსი მოხდეს აი უახლოეს ახლა ამ წლის განმავლობაში კი არა აი წელს და გაისათა 28 წლამდე დიდი კრიზისი ახლა ფეხბურთის გამო კიდე ფეხბურთი არა რაღაცა კვადრების გადასატანი და ეს ჩემპიონატი. ჩვენ აღნიშნე კიდეც ფეხბურთის შემდეგ უნდა ვეღოდეთ ძალიან დიდ პროცესს. იმიტომ რომ აი ამ ფეხბურთის საფარქვეში ესეთი პროცესი მინარავს რომელიც რჩება საზოგადოების კვადრების მიღება და მე ძალიან უცებ შეიძლება შემოვიდეს ჩვენს რეალობაში. ანუ მსგავსი კრიზისი შეიძლება ხედავთ ჩვენ რომ აი ხდება იქ გაღვივება. აი შემთხვევით აჩვენეს რატომღაც პოლიციელის ვებკემით გადაღებული, კამერით გადაღებული ის სცენა, როგორ კვდებოდა ჰენრი ნოვაკი, რომელსაც დახმარება არ გამოუწევს, პირიქით ხელმოკლები დაადეს. და ამას აჩვენებენ ხალხს. მე რატომღაც ხდება იმისი გადაღება ქუჩაში, როგორ აჭრიან თავს ისა რა ქვია ადგილობრივ ირლანდიელს და ხდება ამისი ვირუსული გავრცელება. ანუ მე არ ამგონია რომ ესეთი მრავალი შემთხვევითობა იყო შემთხვევითი. ანუ ესე იგი ალბათ შეიძლება იყოს კიდევაც პროგრამა რომ მოახდინონ ასეთი ხელოვნურადაც კი ხელი შეუწყონ ასეთი უნებათა ღელვის
გამოწვევას ამ საზოგადოებაში მაგალითად ინგლისში დიდი ბრიტანეთში რომელიც არეულობის ფონზე და აი ამ სამოქალაქო ომის და რაღაცების ფონზე თქვა რომ აი ჩვენ იძულებული ვართ შემოვიყოთ თქვა უსაფრთხოების გამო და რომ დავიცოთ ესე იგი სამხედრო და საგანგებო მდგომარეობა და სამხედროებს და ჯარს მიცოთ ესე იგი მაქსიმალური უფლებები ჩვენი ქვეყნის შიგნით ასე რომ ვთქვათ და ეს არის ყველაზე კარგი ასე ვთქვათ წინა შესამზადებელი პერიოდი თუ კი შენ გინდა მერე ახალი სისტემა დაამყარო მაგალითად ახალი ფინანსური სისტემა რომელსაც ისე სწორად ვერ მიიღებდა საზოგადოება და არ გაციფრულდებოდა და თავის ასე რომ ვთქვათ თავის საფულეს სახელმწიფოს დასანახას და გამჭვირვალებას არ გახდიდა სახელმწიფო შეიძლება ყველაფრის გაკონტროლება ყველა შენი ტრანზაქციის ყველა შენი ყიდვის და გაყიდვის და თუნდაც საერთოდ გაგიჩნევს იმპულსი ხო აი აქეთკენ მიყვავთ ეს პროცესები და აი ამ კრიზისის ფონზე აი ამ ინფლაციის და ჰიპერინფლაციის ფონზე და ყველაფერი ხალხს ყველაფერს დააკარგიებენ საბოლოო ჯამში აი ამის ფონზე რომ ესე იგი ყველაფერს გაუნოლებენ ხო და ეს განულება მოხდება სწორედ ასეთი ხელოვნურად შექმნილი კრიზისებიდან და კრიზისების გამოყენებით და სამოქალაქო ომების და მათ შორის შეიძლება ასევე ახალი პანდემიების გამოყენებით რომ ამ გავხსნას რომ სხვა შორის ის ანტავირუსის კიდე არ დამთავრებულა რო იცოდეთ თქვენ და ანტავირუსიც კიდე რაღაცებს მოაყოლებენ აბებს უახლოეს პერიოდში ამიტომ ეს ფინანსური სისტემა ასევე შესაძლებელია კვლავ საყოველთაო ვაქცინაციის გატარებას ანტავირუსიდან გამომდინარე. დოლარი როგორც სარეზერვო ვალუტა უკვე აღარ იქნება. კარი. და ამას დავინახავთ ჩვენ პეტროდოლარის დაცემის შედეგად, ვხედავთ რომ კინაში ვერ აღწევენ თავიანთ შედეგებს და აქედან გამომდინარე რომ პეტროდოლარი უკვე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭირო გახდება რაღაც ახალი ვალუტები, ანუ დოლარის როგორც სარეზერვო ვალუტის მაგივრად სხვა ვალუტების შექმნა და ეს ყველა ვალუტები იქნება ეს ბრიქსის ქვეყნები თუ სხვები ისინიც იქნებიან ციფრული ვალუტები და ციფრული ვალუტები იქნებიან მათ შორის იქნება ეს ჩინეთის, იქნება ეს რუსეთის, იქნება ეს თქვათ ევროპის და ევროკავშირის ევრო, ციფრული ევრო, თუ იქნება ეს მაგალითად ინდოეთის, იმიტომ რომ ინდოეთს ხშირად არ საუბრობენ და მე ვიტყოდი რომ ინდოეთი არის ყველაზე დაუფასებელი ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქვეყანა არის თავისი რესურსებით, თავისი განვითარების პოტენციალით და როგორც თავის დროზე აი 2000 წლიანების დაწყისში ძალიან დიდი განვითარება IT-შნიკები რო იყვნენ ინდოელები ძალიან ესე იგი დიდწამადებას მიაღწიეს, აი მსგავსი პროცესები ახლა წარიმართება რომ ესე იგი ინდოეთი გახდება ერთ-ერთი ალტერნატივა, იმიტომ რომ შეუცვლელი ქვეყანა, აი მას შეუძლია ყველას ესაუბროს. მას არ აქვს დამოკიდებულება არც დასავლეთზე, არც რუსეთზე, არც ჩინეთზე. ანუ მას ვერ მოთხოვენ რომ შენ აირჩიე მხარე, ან შვედსკენ იყავი, ან იმისკენ იყავი, როგორც საქართველოს თხოვენ, რომ გინდა თუ არა ხა შენ აირჩიე, ან ხარ დასავლეთისკენ, ან ხარ რუსეთისკენ, ხარ ჩინეთისკენ, ხო უაყენებენ ამის არჩევის დროში და ინდოეთს ვერ აყენებენ. აუ ინდოეთს ვერც ვერაფერს ვერ უკრძალავენ, ვერც რუსეთისკენ ენერგიის ყიდვას ვერ უკრძალავენ, ვერც ჩინეთთან ვაჭრობას ვერ უკრძალავენ და ვერც ირანიდან რაღაცების შესყიდვას და მით უმეტეს ევროპიდანაც ღებულობენ თავის ინვესტიციებს და ამერიკასაც საკაი ურთიერთობები გააჩნიათ. ანუ ინდოეთი არის კიდე ესეთი ძალიან დიდი ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ყველასთან მოსაუბრე დიპლომატიური ძალა. ყველასთან მოსაუბრე დიპლომატიური ძალა უახლოეს პერიოდში. მაგრამ მასაც ექნება თავისი ციფრული ვალუტა და ეს ციფრული ეს გაციფრულება, ასე რომ ვთქვათ, ნიშნავს აბსოლუტურ კონტროლს, ეს იქნება სოციალური რეიტინგის სისტემა, ციფრული საფულე, სადაც ყველანაირი აბსოლუტური პრივატულობა, როგორც ასეთი არის შენი კერძობა და შენ შეიძლება ყველა არავის რა გააგებიო რა იქნება საწახვედი, ეს პრივატულობა დასრულდება და დაასრულებენ ამას მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აი ეს მოხდება 2027-28 წლებში 29-მდე დასრულდება ალბათ ეს პროცესები და ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს მათ შორის მრავალი პროფესიების შემცირებას და მრავალი სამუშაო ადგილის დაკარგვას და შესაბამისად ადამიანები ვინაც დაკარგავენ აი ამ სამუშაო ადგილებს იძულებული გახდებიან, იმიტომ რომ თუ კი მის სამუშაო თავის თავზე გადაიყო ხელოვნურმა ინტელექტმა, ყველა იფიქრებს ადამიანს, რომ მე ჩემი ოჯახი როგორ გამოვკვებო, ჩემი კრედიტი როგორ გადავიხადო ბანკში, როგორ გამომაგდოს ბანკებმა, როგორც 2008 წელს გამომაგდო ბევრი, ხო და იძულებული გახდებიან ადამიანები, რომ დათანხმდნენ აი ამ ახალ ციფრულ ვალუტაზე, ამ ვალუტის მიღებაზე და უფასოდ არაფერს არ მოგცემენ იმას მობამი თავის პირობებს, რომ კი მიიღებ რაღაცა მინიმალურს და გადაგიხდი შენ იმას ქირას და რაღაცა სამის პლუს, მაგრამ მაშინ შენ გააკეთებ ამას და ამას. მაგალითად მიიღებ ვაქცინაციას, როცა ჩვენ ამას გეტყვით, მაგალითად იმას ვიცე ხმას ვიზავ ჩვენ გეტყვით, ან საერთოდ ვაფშე კრიტიკას აღარ იტყვი რანაირ პოლიტიკაზე და ყველანაირი თავრობის მოთხოვნა
იქნება უკვე აბსოლუტური ისე ვთქვათ დიქტატის პირობებში გასატარებელი ამ ადამიანთა შორის. ვერ მოვთხოვი ემოციურად ან სიტუაციაში ვარ ხა. კომენტარში დაიწერა რომ ერთ-ერთ ჩემს ნაცნობზე Facebook-ზე უდევს კადრები და ნახეო. დაიჯერება კაცმა არ იცის, მაგრამ კადრები არის და კადრების დაიჯერება. აქ მე სხვა კითხვები მიჩნდება, ჯერ რატომ როგორ და რატომ მოხდა ამ კადრების გამოტანა და როგორ ჩაუვარდა თუნდაც მელაძეს ეს კადრები, რისთვის დაჭირდათ ახლა ამ კადრების გამოჩენა, ეს ცალკე საქმეა, მაგრამ ჩვენებების წამების ფონზე და ცემატყეპის ფონზე ჩვენ ანუ ვერ ვლაპარაკობ ხალხი დაკავებულ ხალხს როგორ აწამებენ იმისთვის რომ სასურველი ჩვენება მიიღო. ეს კადრებია გავრცელებული, ხვალ იქნება შაბათის მელაძის გადაცემაში. კადრებია თორე ხამა სიტყვა არ დაეჯერებათ. ჯერ ამ ხელში როგორ მოხდა ეს ხო არ იქნებოდა ესე მარტივად. ეს სად რომელ ხდება ეს საქართველოში. საქართველოში ან ნახეთ ახლა უკვე შეიძლება ის ნარატივი გაუშვოს ქართულმა ოცნებამ რომ ნაცები ცდილობენ რომ ნაცები სპეციალურად ცდილობენ ახლა იმის რომ წარმოჩენას რომ თითქოს ოცნება ხალხს აწამებს და რაღაცა ამ ნარატივით დაიწყონ შეიძლება გამართლება მაგრამ კადრებს სად გაექცევიან აღარ ვიცი საშინელი კადრებია ლაივის შემდეგ გადამოგიგზავნი და აუცილებლად ნახე. სანამ არ ნახავ ძნელია რაღაცებზე განცხადება და შეფასება გააკეთო, მაგრამ გორის ინციდენტის შემდეგ, აქეთ ბატონი გულბათის დაკავების შემდეგ, თან ნახე ნიშანდობლივი რა არის გორის ინციდენტის ფაქტზეც უკვე როგორც ბატონი გულბათის საქმეზე გაუთქმელობაზე მოაწერინეს ადვოკატის ხელი. ანალოგიური მოხდა გორის ინციდენტის საქმეზეც. თან გორის ინციდენტის საქმეზე ერთ-ერთ მონაწილე პოლიციელს, რომელიც ანუ თანამონაწილეობაზე იყო და დაკითხვები და მთელი ამბები და სამსახურიდანაც მოიხსნა, ეს კაცი თავი მოიკლა ერთ-ერთმა მონაწილემ. რამდენიმე დღის წინ ეგეც იყო გავრცელებული. რაღაცები ნენელა იწევა წინ, შიგნით ქვეყანაში ხდება რაღაცა რეულობა, მე ესე ვფიქრობ. მე მგონი აი ამ რეჟიმს რომელიც საქართველოს დამყარდა მათ შორის ოცნების თავრობას და ობაქიძეს ხელისუფლებას დიდი აღარ უწერია ასეთი პირი უჩანს და არ უჩანს კაი, მაგრამ ეს არის იმ ქმედების შედეგი რომელიც თავად აი ამ ელიტებმა და აი ამ ეგრეთ წოდებულმა ჩვენმა თარობებმა ბოლო წლების განმავლობაში გააკეთეს და არ გააკეთეს გასაკეთებელი არ გააკეთეს უბრალოდ და ეგრედაც უარესი იყო გასაბუჭებელი გააფუჭეს. და ამიტომ ყველა მოიმკის თავის შედეგებს, რა თქმა უნდა, ცუდია რომ ქვეყანა ზიანდება და ის რომ ეს ოცნება წავა და გობახიძე თქვა არნიშნავს რომ ვინმე უკეთესი მოვა და უკეთესობისკენ შეეცვლება სიტუაცია ავტომატურად. ეს ამას არნიშნავს, მაგრამ ალბათ ესეთი პროცესები არის რომ ამას ვერ აუცდებით, ქვეყანა ამას ვერ აუცდება და ეს არის სამწუხაროდ ყველაფერი იმის შედეგი, რაც დღიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, არა დამოუკიდებლობის მოპოვების, არამედ დღიდან პუტჩისა და ზვიად გამსახურდიას, ანუ არჩეულ პრეზიდენტის გადაგდებისა, ჩამოგდებისა და მერე მისი, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციისა ემართება ჩვენ ქვეყანას იმის გამო, რომ აი ეს პირველადი ცოდვა, რომელზეც არის დამყარებული მთელი ან პუტჩის შემდგომი ხელისუფლებებმა ყველა უკანონოდ მიმაჩნია. ბატონო გეთახმები მაგ შეფასებაში და ხალხის ასე ვთქვათ თვითონ ხალხის ინფანტილურობაც იქიდან გამომდინარე რომ უკვე ხედავთ ჩვენ რა მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება და ნუ ახლა რაც ერი ის ბერიო რა და რაც ხალხი და რაც საზოგადოება და მოსახლეობა ის მისი მთავრობაც ამიტომ ესე იგი ჩვენს საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი შანსები აქვს დაწინაურების და ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტ გარეწარ, ყველაზე მეტ ნაძირალ და ყველაზე მეტ მატყუარა ხალხს. ვისაც შეუძლია თვალის დაღამების გარეშე ყველაზე მეტი ტყუილები და ყველაზე მეტი დაპირებები, ცუდ დაპირებები და ასე ვთქვათ დემაგოგიური რაღაც ტყელტყელი საუბრები მოახვიოს ხალხს, იქნება ეს ევროპასთან გაერთიანების შეპირებებით, იქნება ეს აქვია ნატოში გაწევნიანების თუ ამერიკელებთან ჩახუტების დიდი შეპირებებით და კაი ცხოვრებით და უცეში პაშინიანიც იგივე საკეთებს და ხედავ იქაც ასე თუ ისე უმრავლესობა მაინც მიიღო პაშინიანმა და ისო მთავრობა ხო და აი ხალხი ესეთი არის იქაც ამ მსგავსი სიტუაცია სოფხეთშიც და ისინიც იმ გზას გაუდგნენ რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს არის
გაყენებული და შეყენებული. აზრი მაწუხებს წლებია და ვფიქრობ ამ თემაზე და არ ვიცი შენ როგორც პოლიტოლოგი როგორ შეაფასებ და რამდენად სწორი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ვერაფერიც ვერ შეიცვლება, სანამ მსოფლიო ბანკზე ვართ ჩამოკიდებული თავიდან ბოლომდე და იქედან ვიმართებით და ვისაც რომელ აგენტურასაც როგორ მოუნდება იმის მიხედვით წყდება ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკა. ხო, ეს ხო ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. ხომ მეთანხმები ამ ნაწილში? ამ ნაწილში ხომ მეთანხმები მსოფლიო ბანკიდან გამოდია, ხო? ეხლა გავყვეთ ქრონოლოგიას. კი. რადგან მინდოდა ქრონოლოგიურად წავსულიყავ, იქნება არის რაღაც ნაწილი, რასაც არ მეთანხმები. ხომ ვიცით, რომ პუჩის შემდგომი ხელისუფლება ყველა არის უკანონო ხელისუფლება უკვე. ამაში ცხობ თანხმდებით. პუჩის შემდგომი ხელისუფლება ყველა არის, de jure, იურიდიული კუთხით არის არაკანონიერი, არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ არ არის აღმოფხვილი პირველად ეს დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც გამოიწვია დილეგიტიმაცია და ხალხს დააკარგინა კონტროლი და ძალაუფლება სუვერენიტეტი. ხალხი უნდა იყოს სუვერენი. მე რას ვფიქრობ, იცი გამოსავალს რაში ვხედავ ამ საკითხიდან გამომდინარე, რატომ მოვედი აქამდე კითხვებით და თან შენი პასუხებიც მინდოდა რა. მე ვფიქრობ ესე ოღონდ. და რამდენად სწორია. როდესაც პუჩის შემდგომ ხელისუფლებას ვამბობთ, რომ არის უკანონო, თუ კი ხალხის ნება და ნორმალურად შეიკრება საზოგადოება და ნება და სურვილი იქნება, დიდი შანსი გვაქვს იმის, რომ პუჩის შემდგომი ხელისუფლებები გამოცხადდეს უკანონოდ. მსოფლიო ბანკს ეთქვას უარი და ის ვალები, რაც უკანონო პერიოდში დაედო ჩვენს ქვეყანას, მთლიანად გაუშვათ თავის ტერიტორიაზე და მიხედონ მოთხოვონ იმათ, ვინც შემდგომ უკანონო ხელისუფლებები იყო. რამდენად არის პოლიტიკურად ამის შანსი? მე არ ვიძახი პოლიტიკურ ნებაზე, ან ვინ გააკეთებს, ან გაკეთდება თუ არ გაკეთდება. პოლიტიკურად თუ არის ამის შანსი, მე ვიცი რომ ერთი პრეცედენტი არსებობს ეგეთი მომხდარა მსოფლიოში და ამიტომ მაინტერესებს. ამისი პრეცედენტები ხდებოდა ხოლმე და ამის შანსი ყოველთვის არის, მაგრამ არის ასევე რეაქცია, მაგრამ ესეთი რომ ის პოლიტიკოსები, რაც ამას ახორციელებდნენ, შეათ ხდებოდნენ საგარეო ძალებიდან ახალი შეტევის სამიზნეები და ხდებოდა მათი ლიკვიდაცია უშუალოდ და არის გამორიცხული იგივე განახორციელო გაიმეორონ საქართველოს აი ამის მერე თუ კი ეს გამოვიდა და მოხდა რასაც შესაუბრებ რა. მაგრამ არის მეორე ასე ვთქვათ სცენარიც, რომელიც ასევე არის დიდი ალბათობა იმისი, რომ როგორც მოგახსენეთ ძველი სისტემები, რომლებიც აქამდე იყო ეტაბლირებული და ძველი პარადიგმა ამ ფინანსური სისტემის, მათ შორის მსოფლიოსი, არის ტრანსფორმაციის პროცესში და აზრით უკვე დაიშლება უახლოს წლების განმავლობაში. ანუ ისეთი ორგანიზაციებიც კი როგორც არის გაერო, მათ შორის ჯანმო, რომელიც მის ნაწილი არის და მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეიძლება რამდენიმე წელიწადში ან საერთოდ დაიშალოს და გაუქმდეს, ან მოხდეს აბსოლუტური ტრანსფორმაცია და შემოგვთავაზონ რაღაცა სრულიად ახლებული სხვა სახის ინსტიტუციები, ამათი კრახი უკვე გარდაუვალია ალბათ აი ამ ჩამოთვლილი ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკისაც რა და აი ახალი სისტემისთვის უკვე რა თქმა უნდა შეიძლება დადგეს იმის საკითხი, რომ ძველი ვალები იყოს უკვე ისევე ჩამოწერილი, როგორც ძველი, ასე ვთქვათ, პლუსები და ძველი კაპიტალი, რომელიც უკვე ასევე მათ შორის განულდება, ხო? აი ახალ სისტემაში შეიძლება განულება, თუ კი ჩვენ საუბრობთ გვაქვს მარტო ფინანსურ რაღაც ახალ სისტემაზე, იქ შეიძლება ნულიდან დაიწყონ და ახალი გადაგახტრო და გაცვლის სისტემები შემოთავაზონ ქვეყნებსაც და სახელმწიფოებსაც და საზოგადოებებსაც შესაბამისად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალები თუ გაგვინულდა, ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ვიბრუნებთ და მოვიპოვებთ ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც ქვეყანა და როგორც სახელმწიფო. სუვერენიტეტი დამოუკიდებია მხოლოდ ფურცელზე გქონდა. სუვერენიტეტის მოპოვება ხდება მხოლოდ შიგნიდან. ანუ ჩვენ არავინ გარედან არ მოვა და არ გვაჩუქებს და არ აგვიდგენს გარედან სუვერენიტეტს იმის გამო, რომ აი თქვენ კაი ხალხი ყოფილიყავთ კაცო, თავზე ხელი გადაგვისვან, აი ამის გამო ასე რაღაცა არ ხდება საერთოდ, არ ხდებოდა ასე. შეიძლება რა მოხდეს, იცი? აი ხდებოდა ხოლმე რომ თუ კი ესე იგი ერი იკვრებოდა ერთ-ერთად და იბრძოდა თავისი სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობის თავისუფლებისთვის და ასე შემდეგ ამის მოპოვებისთვის, მაშინ შეიძლება მას დახმარე გამოჩენილიყო მათ შორის გარედანაც მართლა ვიღაცა მოსულიყო და ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი არის, აი ჰაიტი და ჰაიტის გამათავისუფლებელი ბრძოლა
საფრანგეთის კოლონია იყო სხვა შორის ნაპოლეონის დროს 1804 წელს წამოწიეს იქ აჯანყება ჰაიტის კუნძულზე. იქვე რა ადგილობრივებმა კი არა, ვინაც ასევე ჩასული იყო საფრანგეთიდან, მათ შორის კოლონიალისტები, მაგრამ უკვე ფერმერები იქა და სხვა შორის ნაპოლეონმა გააგზავნა სადამსჯელო კორპუსი, რომ დაეშოშმინებინათ, რომ ჩაეხშოთ აჯანყება ჰაიტიში. მათ შორის იყოფებოდნენ მოგეხსენებათ ნაპოლეონის არმიაში ბევრი პოლონელი მსახურობდა, ხო და პოლონელები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩაერეული და მიუძღვებოდნენ ნაპოლეონის ჩარს მოსკოვზე და აი იქაც გააგზავნა ჯერ კიდევ მანამდე კიდე მომამდე 1804 წელზეა საუბარი და 5 წელზე პოლონელთა დიდი კონტინგენტი იქ აჯანყებით ჩასახშობად. მაგრამ მოხდა ესეთი გაუთვალისწინებელი რაღაცა, რომ აი რო დაინახეს პოლონელებმა როგორ იბრძოდა იქ ხალხი დამოუკიდებლო თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის პირიქით იმათ მხარეზე გადავიდნენ და იმათ მხარი დაუჭირეს და მათ გვერდით დაუდგნენ და ერთად იბრძოლეს ნაპოლეონის და ნაპოლეონის ასე რომ ვთქვათ კოლონიალისტური ძალაუფლების წინააღმდეგ. სხვა შორის თუ დაინახავთ ჰაიტის ფეხბურთელთა ტრიკოებზე და მაისურებზე პოლონეთის დროშასაც კი დაინახავთ იქ როგორც აი ამის გახსენებას მადლობის სახით პოლონელებისათვის როგორ დაეხმარნენ პოლონელები ჰაიტელ ხალხს მათი დამოუკიდებლობის უღებაში. მაგრამ ასეთი დახმარება უჩნდება მას, ვინაც თვითონ ანძრევს ხელს. ღმერთი დაგეხმარება, თუ კი შენ თვითონ გაანძრევ ხელს, თუ კი შენ თვითონ მოინდომებ და მაშინ დახმარეს და შოლასაც და შემწევსაც გამოგიჩეს, მაგრამ ეს ინიციატივა შენგან უნდა მოდიოდეს, ჩვენგან უნდა მოდიოდეს. ჩვენ უნდა შევიგნოთ ვინა ვართ. ჩვენ ყველა ჩვენთაგან ინდივიდუალურად რაში მდგომარეობს ჩვენი ღვთაებრივი ბუნება და ერთმანეთისთვის რანი ვართ, ვინ არის ვართ და ერთმანეთის განზვაგინების და აი ასეთი სახით პოლემიკის მაგივრად საერთო ინტერესების დანახვის და გაერთიანების და ერთმუჭად შეკვრის პირობებში შეიძლება ვიფიქროთ უბრალოდ იმ მეთოდებზე და იმ გზებზე, როგორ შეიძლება ჩვენ მოვიპოვოთ ისევ ჩვენი დავიბრუნოთ, ასე ვთქვათ, რა ჩვენ გვეკუთვნის, დაბადებითაც გვეკუთვნის, ჩვენი მიწა, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. ხო, მაგრამ სხვა ამას აი ახლა უცხოპანელები არ ჩამოვლიან ფინალ თევზები და ჩვენ ამას არ დაგვებუნებთ. თუმცა ამაზეც უკვე ბევრს აბოლებენ და ბევრს ყოველ დროსაც სხვა შორის ხდებოდა ესეთი ძველი სისტემის ჩამოსვლა და ახლის დამყარებამდე რაღაცა ქაოსური მდგომარეობა, რომ ხალხი არის აი ამ დროს ყოველთვის თუ გახსოვს შენ ძველი დროებაც ხო არის უკვე ძალიან შეშფოთებული და მომავლის შიში აქვს და არ იციან აი ესე იგი სახლი არ დავკარგო, ბინა არ დავკარგო, ჩემი დანაბარი არ დაიკარგოს ბანკში, ხო იყო ესეთი მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, ხო? და საბჭოთა კავშირის ბოლო წლებშიც კი როდესაც აი ხალხი გძნობს დიდ ცვლილებებს და დიდ გარდატეხებს ახალი სისტემის დამყარების პროცესში, აი ამ დროს ყოველთვის პოპულარული ხდებოდა რა და ვინ და რა სახის სერვისები ხდებოდა პოპულარული, აი სწორედ აი უცხოპანელებზე საუბარი, რომ რაღაც ფინანსები გამოვშენ და უცხოპანელები და ამაზე რო გადაეტეხა ხალხს უყურება და რაღაც ექსტრა სენსები და მათ შორის ეზოთერიკა, ხარისტრიკას არ მინდა ცოტა შევეხო, მაგრამ აი ხო ხედავთ რომ ახლაც იმატებს აი ამაზე მოთხოვნილება საზოგადოებაში და უნდა ხალხს უნდა რომ ასე სამყაროში ხდება იმ ყველაფრის ფონზე ხა ეზოთერიკა რა მოსატანი და რა გასაკვირია კაიკობა რა აი უფრო აი იმაზე ვაუბრობ აი ასეთ არეულ და არაპროგნოზირებად სამყაროში ადამიანები ეძებენ რაღაცა ორიენტირს რომელმაც შეიძლება მათ გზა გაუნაცვლოს და აი რას ჩაებღავჭონ და იმედისად გაჩეს და აი რას და ვინეტყვის მათ თუ რა არის გასაკეთებელი. აი ამაზე არის ადამიანების მოთხოვნა, ხო ასეთ გარდატეხის პერიოდებში. მაგრამ პრობლემა რაშია, იცით ეკლა ეს ჩვენი სამყარო ძალიან ისეთი მრავალწახნაგოვანი და რთულად ფუნქციონირებადი არის, ძალიან ბევრი ფაქტორი არის. სწორხაზოვანი არ არის ეს ჩვენი რეალობა და ეს ჩვენი სამყარო იმ გაგებით რომ აი ვერ იტყვი შენ რომ აი რაღაცა რა როგორი საქციელი იქნება სწორი და როგორი საქციელი იქნება არასწორი და რა მოგვიტანს აბსოლუტური სწორი გაწყვეტილება რა იქნება ახლა ამ ეტაპზე. იმიტომ რომ იმდენად რთული არის ეს პროცესები რომ უნდა გავითვალისწინოთ რომ აი ჩვეულებრივი კანკარა რო აიღო ხო იმას გამოთვლი ფიზიკურად ხო მაგრამ აი კანკარა ორწახნაგიანი რო არის იმას რო დაატრიალებ ისეთნაირ მოძრაობებს ასრულებს ხან ისე რომ ვერცერთი ფიზიკოსი და მათემატიკოსი იმას ვერ გათვლის წინასწარ შემდეგი მოძრაობა როგორი იქნება.
აი ესეთი სამყარო შედა. ჩვენი სამყარო კიდევ უფრო მეტად რთული არის. ამიტომ როცა კითხვა არის, რა არის სწორი გადაწყვეტილება, რა არის სწორი საქციელი, ერთი საგე ასეთ სწორი პასუხიც არ არსებობს ამაზე, რომ აი ეს საქციელი და ეს ქმედება იქნება სწორი, არამედ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აი ეს მრავალი სხვადასხვა ვარიანტები, მრავალი სცენარები, რომელიც შეიძლება გამართulოთ და შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი მომენტები, როგორიც მაგალითად ალბათობის თეორია, როგორიც არის თამაშის თეორია, არსებობს სხვა ძალიან შორსაკითხავს ამაზე საუბარი, ხო? მათ შორის ქაოსის თეორია და ლოგიკური და თანამედროვე ლოგიკიდან გამომდინარე დავშვათ სწორი შეკითხვები, რათა აი სწორი შეკითხვების საფუძველზე უკვე შევეცადოთ მოვნახოთ სწორი პასუხები იმაზე თუ რა იქნება ნაკლებად არის მაგალითად ჩვენი საქციელიდან, ხო? რა შეიძლება მოვსინჯოთ ისეთი სახით, რომ ნაკლები ზიანის მომტანი იყოს და უფრო მეტი შანსი იყოს წარმატების, აი ამ მოსინჯვით და აი ამ რაღაცის ცდით და აი ამას ჭირდება განათლებული ადამიანები, ჭირდება მოაზროვნე ადამიანები, ჭირდება ლოგიკურად მოაზროვნე თაობა და ამეთი სინერგიები ერთმანეთთან დაჯდომა და ერთმანეთის გაგონება, ერთმანეთის მოსმენა, განხილვა ამ საკითხების და აი ამის საფუძველზე რაღაცა სტრატეგიების და ახალი კონცეფციების შემუშავება. მაგრამ ასეთი კონცეფციების შემუშავება მარტო საერთო პლატფორმის და ერთმანეთის გაგების მოსმენის და მოსმენის კულტურის და ელემენტარული ურთიერთსიყვარულის და მოთმენის მაინც პირობებში შეიძლება, რომ შენგან გასხვავებულ რას მოусმინო მაინც მოთმენად და ის ეგრევე მტრად არ გამოაცხადო, ხო თუ აი როცა შენ კატა გიწყებს უკვე ასე ვთქვათ, მოდის კატა შენთან და გეფერება, უკვე ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ საუბარი გავიგრძელდა დღეს უკვე გადავიდეთ თამაშის და ალბათობის თეორიაში და მე მგონი უკვე ძალიან ბევრი არის ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც ასეთი ფილოსოფიური მშენებლობები და წეახსნები. ამით ალბათ ბევრი ვისაუბრეთ დღეს და შევეხეთ მრავალ საჭიროებო საკითხს, ძალიან ტრაგიკული და ძალიან უსიამოვნო თემებით დავიწყეთ, მაგრამ ღმერთმა იმედი ნუ მოგუშალოს, საბოლოოდ მაინც გადავედით ბოლოს იმ საკითხებზე თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა შეიძლება იყოს საშველი და რა არის სამოქმედო გეგმა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის.